ჟეიშვილის პროზა პარალელურებული საფანელით შეტაზმული უმოწყლოდ ამათრახებდა, აბიებროებდა არსებულ რეალობას. მისი პროზის მთავარი დამახასიათებელი თვისება ამ დროს, როგორც ადრეც მოგახსენეთ, იყო ყოველგვარი არსებულის გამათრახება. მაგრამ განსაკუთრებული წარმატება ხვდა მისი სცენარის შექმნილ ფილმს „ცისფერი მთები“, რომელიც ჩემი აზრით წარმოადგენს პაროდირებისა და გროტესკის უბრალოდ მწვერვალს. ამ ფილმში მოგეხსენებათ არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ იგი ასახავს ცხოვრებას ისე, როგორც სინამდვილეშია. მოძრაობით კი მოძრაობენ ეკრანზე, მაგრამ ყოველად უაზრო, უმიზნო და თუნდაც უპერსპექტივო ეს მოძრაობანი. ფილმის დედაარსი შეიძლება სულაც ორი სიტყვით გამოითქვას, რომ ეს გახლავთ უძრაობა მოძრაობაში. მე მგონი ახალი ამერიკის აღმოჩენა იქნება თუ ვიტყვით იმასაც, რომ რეზო ჭეიშვილი უბრალოდ ალიკვალია თავისი შემოქმედებისა. მე მგონი ასე ალბათ ყველა ჭეშმარიტ შემოქმედი, მაგრამ იგი მაინც ნამეტანია. სიტყვა ძუნწია, შეუძლია სიამოვნებით გისმინოთ ერთხანს, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ დაეშვა თქვენი აზროვნების უძრაობაში, რასაკვირველია, არ შეგეკამათებათ უკმაკ სიტყვასაც აერგოს, ჩაილაპარაკებს რაღაცას ისეთ ნეირონულ ხაზას და გაგეცლებათ. რაც ყოველად საოცარია, ამ დროს სულაც არ არის საოცრები, რომ იგი ფიზიკურად გაგეცეოთ. არა, იგი გვერდით გედგებათ, მაგრამ სინამდვილეში თავის სამყაროში იქნება ჩაბრუნებული. მისი დედააზრი, დევიზი უпроსტად ამ დროს შემდეგია: შეაყარე კედელს ცერცში. მაგრამ თუ სისულელის თქმა არ იკმარე და მე იმის მტკიცებას მოხდა, რომ აუ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მე მგონი მოგდგებათ და ძალიან სასტიკადაც. რეზო ჭეიშვილის ერთი პერსონაჟი, რომელიღაც ნაწარმოებში მეორეს ეკითხება: თუზმახარ, რა დღეა დღეს, შაბათი თუ ორშაბათი? ამაზე მეორე პერსონაჟი, რომელშიც ალბათ ავტორი უნდა ვიგულისხმოთ, ძალიან მშვიდად მიუგებს: ხუთშაბათიო. სიამოვნებაში კი თურმე ვერ აყოფილი. გამოდის, რომ იცვლა მწერალმა. რატომ ცრუს პატიციონი მწერალი? იმიტომ რომ იგი უმალვე მიხვდა, რომ შენ კითხვისას აბსოლუტურად სულ ერთი იყო რა დღე იყო. ეს უბრალოდ მას სიტყვის მასრადის ეჭირებოდა და იმიტომაც იკითხა. ასე რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ყველა მონაწილეს, რომელთაც რაიმე შეკითხვის მიცემა გაქვთ ბუნებაში მწერლისათვის, ძალიან თქვა გულწრფელად, რომ ძალიან ნათლად და ესე ცხადად ჩამოვაყალიბოთ თქვენი შეკითხვები, თორემ შესაძლოა მწერალმა ესე მშვიდად გიპასუხოთ, ხუთშაბათიო და ამით დამთავრდება ყველაფერი. ლამის მე მგონი სიტყვა გამიგრძელდა და სანამ მე თვითონაც არ დავიმსახურე ხუთშაბათი, დროა სიტყვა გადავცეთ ალავერდი, ვარ ესე ალავერდსა ვარ, ცნობილ ქართულ მწერალთან, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატთან, ჟურნალ განთიადის მთავარ რედაქტორთან, რეზო ჭეიშვილთან. რიგში მადლობას უახსენებთ მობრძანებისათვის. ჩვენ რაღაც ჩავიფიქრეთ, სანამ თქვენს წინაშე წავდგებოდით, მე რაღაცები ჩავინიშნე კიდევ დავწერე, მაგრამ მე მგონი ახლა ყველაფერი გადამოიცდა. მაგრამ არა უშავს. აქ სადაც ჩვენ ვართ, დიდი ხნით ადრე იყო დრამატული თეატრი. ეს ამ თეატრში დავდიოდი მეც თქვენთან ერთად, სხვებთან ერთად, ჩემი თაობის ხალხთან ერთად და ხშირი და ხანდახან მოუშორებელი სტუმარიც ვიყავი ამ თეატრის. მაგრამ ცხადი არასოდეს არ მიფიქრია გამოსულიყავი ამ სცენაზე, მით უმეტეს, როდესაც ის გადაკეთდა საოპერო სცენად, ჩემი ხმის პატრონი მარტო წავდგებოდი თქვენს წინაშე არ მიფიქრია. ეს თეატრი მახსოვს დაიწვა ერთი ომის შემდგომ და მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ბავშვი ვიყავი, მახსოვს სკოლაში წასვლას დამწვარი თეატრი დამხვდა. ძალიან საწყენი ღვეგა, მთელ ქუთაისს გული დაწყდა, კიდევ აქ ძალიან ბევრი და სასახელო
ადამიანის საზოგადო მოღვაწე თუ არტისტი გამოდიოდა. შემდეგ ეს თეატრი სასწრაფოდ აღადგინეს. მახსოვს მაშინ მე მგონი თუ არ ვცდები ერთი იარუსი იყო, მეტი იყო ხავერდი, მეტი იყო სიძითლე, ბენიარუს ლოჟები იყო და მეტი ინტიმი იყო. ხშირად ვიღავი როგორც მოახსენეთ ამ თეატრში, ხან ხალხით გაჭედილ თეატრში და ხან სრულიად სარიელშიც. ინგლისელი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ჩესტერფილდი ამბობს, რომ ვინც თავის თავზე კრინც არ ზრავს, ანდა ყველაფერს ლაპარაკობს, მას არ ენდობიან. ჩემი ინტერპრეტაციაც ამ გამოთქმის, რომელსაც ისინი მაქსიმებს ეძახიან, შეიძლება ასეთი იყოს, ვინც თავის თავზე არაფერს არ ამბობს, ან ყველაფერს ლაპარაკობს, იმას ძნელად დაუჯერებენ, ან არ დაუჯერებენ. ჩემი ბოლოდროინდელი აღმოჩენა იყო, რომ თურმე დარვინს არ უთქვამს, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა. თურმე დარვინს უთქვამს, რომ ადამიანი და მაიმუნი წარმოიშვნენ ერთი წინაპრისაგან. მართალია ადამიანისათვის არც ეს დებულება დიდად სახარბიელო, მაგრამ რა შედარება იმასთან, რასაც მე პირადად მასწავლინდნენ, მინერგავდნენ, მიჩიჩინებდნენ, თავშიც კი მიჩაჩქუნებდნენ, ამის გამო, რომ მაიმუნისგან ვართ ჩვენ სულ ყველანი გაჩენილი. მაინც შეღავათი აღმოჩნდა ჩემის გაგება და ეს არც თუ დიდი ხნის წინ შევიტყვი, რომ დარვინს უთქვამს, ადამიანს და მაიმუნს ყავდა ერთ წინაპარი, ეტყობა აქედან ორი შტო განვითარდა, ერთი ამათ შტო გაადამიანებულა, მეორე შტო ეტყობა გამაიმუნებულა. როგორ ჩანს ეს პროცესი, ბუნებრივი პროცესი, ალბათ თუ კი ჩვენ ამას ვენდობით და დავიჯერებთ ამ თეორიას. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ გამაიმუნება უფრო ადვილია ყოველგვარ ხუმრობის გარეშე ვიდრე გაადამიანება. ჩემი ეს მოგახსენეთ ბოლოდროინდელი აღმოჩენა იყო. სამი რამის მეშინოდა ძალიან მე როდესაც გახლდით, როდესაც ეს თეატრი გაუქმდა და გადავიდა ამ დრამატული თეატრი იმ შენობაში, რომელიც 21 ჩემი დაანგარიშებით 21 წელი შენდებოდა. ნუ შემდეგ ესეც ჩამოშორდი აქ გაურობას დროებით, მაგრამ დაახლოებით ის შიში, რომელიც ამ სამი რამოც გამომქონდა, თითქმის დღემდე გამომყვა. დღემდე გამომყვა, გარდა იმ შიშისა, რომელიც მართლა უნდა გეშინოდეს, რომელიც ბუნებრივია. ეს იქნება ტკივილი, ფიზიკური თუ სულიერი. მე გეუბნებთ, ახსენებთ აბსტრაქტიულ შიშს. პირველი შიში იყო ასეთი, რომელსაც მე მასწავლიდან მარწმუნებდნენ, რომ ენა შენი მშობლიური ენა აღარ იქნება, ის აითქვიფება სხვა ენებში და ქვეყანაზე გაბატონდება ერთი ენა. ეს მე ძალიან არ მსწავლობდა მაშინაც კი, როცა ჩვენ ყველაფერი გვჯეროდა, ყველაფერში ვენდებოდით სხვას და ყველაფერი რასაც გვეტყოდნენ, სავალდებულიყო იმისათვის და დაჯერება. მეორე ჩემი შიში და ბუნებრივი შიში იყო, ესეც თეორიულად დასაბუთებული იყო მარქსისტულად, რომ ქალაქი და სოფელი გაერთიანდება და არავითარი ზღვარი აღარ იქნება სოფელსა და ქალაქს შორის. მე ძალიან მიყვარდა სოფელი და სულ ფიქრობდი, რომ რატომ უნდა გაერთიანდეს ქალაქი და რატომ უნდა გაერთიანდეს სოფელი, ამათ შორის ზღვარი აღარ მოეწოს. მესამე შიში ჩემი იყო, რომ კომუნიზმი აშენდება მალევე, ამისით ძალიან მეშინოდა. რაც შეეხება ენას, სტალინის თეორია იყო ესა, მარქსისტული თეორია, მაგრამ სტალინი შეღავათს აკეთებდა და ამბობდა, რომ მართალია ენა
ყველა ენა შეერწყმება ერთ ენას, გასაგებია ეს რომელ ენასაც გულისხმობდა, მაგრამ ეს მოხდებოდა დიდი ხნის შემდეგ. მიუხედავად რომ ეს დიდი ხნის შემდეგ მოხდებოდა, მე მაინც შინაგანად ვერ ვეთანხმებოდი ამ აზრს. შემდეგ ბოლოდროინდელმა მოვლენება დაგვარწმუნა, რომ ენები არათუ და კულტურები არათუ ერწყმებიან ერთმანეთს, არამედ მკვეთრად იმიჯნებიან ერთმანეთისაგან, სხვადასხვა დონეზე დგანან, თავიანთ პირველ წყაროს, პირველ დედაენას ინარჩუნებენ და იმედი მაქვს, რომ ქართული ენაც არ შეერწყმება სხვა ენებს და დარჩება, როგორც თავისთავადი, როგორც მშობლიურ ჩვენ ენა. ასევე იმედი მაქვს, რომ სოფელი და ქალაქიც არ გაერთიანდება, თუ ჩვენი სულმოკლეობა, ჩვენი სიხარბე, ჩვენი მესჩანური დამოკიდებულება არა მარტო ჩვენი სხვების ამ სოფელს არ გაანადგურებს. ძალიან სავალალო საყურებელი ამჟამად სოფელი, ძალიან არ არის ლამაზი სახლები, გარდა იმისა, რომ ცარიელდება სამაგიეროდ სახლები მატყობს. თქვენში ამჩნევთ ალბათ რუსეთში თუ გიმგზავრიათ მატარებლით, დიდი ძალიან ვრცელი ველები არის, უზარმაზარი მინდვრები და ძალიან პატარ-პატარა სახლები. ჩვენთან არის ძალიან პატარა მიწები და უზარმაზარი სახლები. და სამწუხაროდ ხშირად ამ სახლებში არ ცხოვრობს. ეს სახლები არის არაკომპაქტური, მოუწყობელი და გამოუყენებელი. და ხშირად არც იყენებენ. ზედასართული დაკეტილი აქვს. სტუმრისთვის დაანგარიშებულია რამდენი კაცი დაждდება, სად იქნება თამაღა და ტერს დაავს გასვენებისთვის. მაგრამ თუ ესე იგი ჩვენი შეგნება ამას მაღლა დადგება, ძალიან სასიხარულოა რომ მე ესაც უყურებ ქუთაისში. ქალაქ ქუთაისში შენდება ინდივიდუალური სახლები, ინდივიდუალური პროექტით და გემოვნებით. შეიძლება სოფელმა წაითვისოს ეს მომენტი და არ დაივიწყოს თუნდაც ის არქიტექტურა, რომელიც მას ჰქონდა გასულ საუკუნეში ამ საუკუნის დასაწყისში. რაც ეხება კომუნიზმს, მე არ ვფიქრობ კომუნიზმის წინააღმდეგი ვარ, მე მხოლოდ იმ კომუნიზმის წინააღმდეგი, რომელსაც ველოდებოდი. მე ვიცი, რას ნიშნავს სამხედრო კომუნიზმი, ალბათ ვცნობდი. ვინ წამოიწყეს სამხედრო კომუნიზმი, ამის გავგებაც არ იქნება გრძნელი და თუნდაც დავაბრალოთ ეს ტროცკის რო სამხედრო კომუნიზმის მომხრე. მე ვიცი, რას ნიშნავდა სტალინური კომუნიზმი, შეიძლება იმას დარქმეოდა დიდი საკონცენტრაციო ბანაკი მავთუხლათებით. ყოველ შემთხვევაში მე თქვენ არაფერში არ გედავებით, არაფერში არ გარწმუნებთ და ჩემი წარმოდგენაში. შემდეგ იყო ხრუშოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ოჩანს უკვე კომუნიზმის ელვარე მწვერვალები და 80-იან წლებში დაახლოებით ახლა უკვე ჩვენ კომუნიზმში უნდა ყოფილიყავით შესული. ამ იმედით ცხოვრობდა ხალხი, რომ კომუნიზმი იქნებოდა, მე პირადად ცხოვრობდი იმ იმედით, რომ არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ისეთი კომუნიზმი, როგორც მე მქონდა წარმოდგენა. მოხდა ისე, რომ ამხანაგა გარბაჩოვმა გასულ წელს გამოაცხადა, რომ არავითარი გათანაბრება არ მოხდება. ხალხი არ იქნება ერთნაირი, არ გახდება არასოდეს, ჭკვიანი დარჩება ჭკვიანად, სულელი სულელად, შრომელი შრომელად, პატიოსანი პატიოსნად, უკნარა უკნარად, უპატიოსნი უპატიოსნად. ისე რომ რაღაც იმედია, რომ ადამიანები ერთნაირი არ გახდებიან, ერთი ფორმა არ ექმნებათ, ერთნაირად არ გაიმარსავენ თავს. იყო ამის წები, მოგეხსენებათ ჩინეთშიც. ახლა მე მოგახსენოთ, რომ ჩემ გამოსვლას არავითარი ალბათ აზრი არ აქვს, არც პოლიტიკური მიმოხილველი ვარ, არც პოლიტიკოსი ვარ. წერლობაზე უნდა ვილაპარაკო ალბათ, მაგრამ შეიძლება ხალხს ვარამე უფრო აინტერესებს დღევანდელ დღის გამო. შახ აბაზი მოგეხსენებათ, შახ აბაზი ლექსებსაც წერდა. შახ აბაზს ასეთი სტრიქონები აქვს. რა დროს სიყვარულზე და პოეზიაზე დაახლოებით ლაპარაკია, როდესაც თოფის ხმა ისმის.
იგივე აზრი ცოტა მოგვიანებით რუსულ პოეზიაშიც გაისმა, უბრალოდ ამბობდნენ ხოლმე, როდესაც ქვესა პოეზია დუმს, ქვემეხები კუხა. და ამის საუკეთესო დამადასტურებელი ალბათ დღეები, წარადგები იყო 9 აპრილის. და ჩვენს საზოგადოებას მე მგონი ძალიან აინტერესებს. უბრალოდ ალბათ შთაბეჭდილებაც ისეთი ძლიერია ყველას მიმართ. და ახლახან გასულებული საბჭოების პირველი ყრილობისა. და ძალიან მე პირადად ვთქვით, რომ აი თქვენი პირადი შთაბეჭდილებები აი ამ ყრილობის შესახებ. კი ბატონო და თან შახაბაზე რო გაგვახსნა კარგი არის. და რაც შეეხება იმას, რომ როცა ზარბაზნები უხარებენ პოეზია დუმს და ახლობით ეს ცოტა ალბათ მოგვიანებით არის ნათქვამი და შახაბაზე იქიდან ალბათ ამ სტრიქონებს ვერ წაიღებდა. ცხადია, მაგრამ შახაბაზსაც შეიძლება არ იყოს მის ორიგინალური ნათქვამი, რადგან ყველაფერი რაც იყო, იქნება, ყველაფერი რაც მოხდა, მოხდება, იმიტომ რომ არაფერი არის ცის ქვეშ ახალ ეკლესიას და გვასწავლის ამ სივრცეს. რაც შეეხება 9 აპრილის წინა გასული წლის ნოემბრის ამბებს, ჩვენ ყველანი ამ ამბებით დამოხტულები ვართ. ყველანი დამოხტულები ვართ ყრილობის შთაბეჭდილებებით, ახლახან გასრულებული პირველი ყრილობის შთაბეჭდილებებით. პირველი ყრილობა, სადაც დაუფარავად თუ შედეგი მოყვა თუ არა, მას შემდეგ დავინახავთ, მაგრამ დაუფარავად ლაპარაკობდნენ ვირას ფიგროდა, ვირას. და პირველი დემოკრატიული ყრილობა იყო, ალბათ პირველიც ქვია ამას თავისი ფორმითაც, როგორც ვითხრეს. 23 წელს დაახლოებით ერთ-ერთ ყრილობაზე, როდესაც ძალიან გამწვავებული იყო ბრძოლა ეგრეთ წოდებულ ყბადაღებულ ქართველ უკლონისტებსა და ორჯონიკიძესა და სტალინს შორის და მათ მომხრეებს შორის, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ის ქართველი ბოლშევიკებიც კი, რომელიც შემდეგ ჩვენ ძალიან ავითვალისწინეთ საოცრების სამართლიანად, ისინიც კი მოითხოვდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებლად შესულიყო საბჭოთა კავშირში. ვერ გაიმარჯვეს ამათმა, ამიტომ რომ უფრო ძლიერი ძალები უწყობდა ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ლენინი თითქოს ქართველი ბოლშევიკების მხარეს იყო. ლენის ავადმყოფობა შეუშალა ხელი, რომ გარკვეულიყო მთლიანად ამ სიტუაციაში. მე ამას ახლა ამისთვის არ ვლაპარაკობ, მაგრამ ბოლო ყრილობაზე 23 წელს ორჯონიკიძემ გამოგზავნა დეპეშა, რომ ქართველი დელეგატები თავფირ დასისხლიანებებული მოდიან საქართველოში. მე ახლა ვერ ვიტყვი ამას, რომ ამ ყრილობიდან ჩვენი დელეგატები დასისხლიანებები მოდიან, მაგრამ ძალიან დაღონებულნი დაბრუნდნენ უკან. ამის საშუალება ჩვენ გვქონდა პრესის, ტელევიზიის და პირადი შეხვედრების საფუძველზეც. დაღონებული იყვნენ იქაც, როდესაც მათ უყურებდით, დაღონებული იყვნენ იმ ატმოსფეროთით, მაგრამ რასაკვირველია მათ თავიანთ საქმე მაინც გააკეთეს. მე ახლა ამჯერავს ეგ, რომ ისინი ერწეოდნენ რაღაც კულისებს იგი ძირ გამოუთხრენ მუშაობას, მაგრამ მაინც გააკეთა თავის საქმე, იმათმა თუ არ გააკეთეს ჩვენზე ილაპარაკა ბევრი სხვა, ამან თავის შედეგი ამოიღო. არ არის მართალი იმის მტკიცება, რომ ის ხალხი თითქოს დარბაზში უმრავლესობას არაფერი არ ესმოდა, უმრავლესობა თითქოს ინსტინქტურად მოქმედებდა და არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომელიც დელეგატების მიმართ იყო ნათქვამი ჩვენს მიერ, მაგრამ თვითონ ყრილობამ იმათ უწოდა, თუ ქართულად ახლა არ შემეშლება, აგრესიული მორჩილი ფრთა, მაგრამ არ გამოდგა საბოლოო ჯამში ესეც მართალი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ აკეთებდა ბალტიისპირეთი თავიანთ საქმეს, თურმე მთელი შუა აზია და მუსულმანური სამყარო თავის საქმეს აკეთებდა და ძალიან კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. მოსკოვის ფრთამ ძალიან კარგად იცოდა, რას აკეთებდა და ლენინგრადმა იცოდა. ჩვენ ვერ გამოვედით იმ ტრანსიდან, რასაც ქვია 9 აპრილი, სომხეთი ვერ გამოვიდა ამ თავის ტრაგედიიდან, მიწისძვრისადან და იმ სადავო ტერიტორიიდან, რომელსაც მათ ძალიან აწუხებს, ყარაბაღის ამბავი. ამიტომ რატომღაც დაბნეული შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა დელეგაციამ და იმის თქმა, რომ ხალხი ვერ გაიგებდა და ლექცია გამოგვივიდოდა, ესეც არ არის მართალი, იმიტომ სწორედ ლექცია ჭირდებოდათ იმათ. იქ ყველაფერი ფიქსირდებოდა ტელევიზორით, პრესით, ერთი წამოძახილიც
საჭირო იყო ის ლექციას და ის ამბავს რომ გაიგოთ იმათ რომ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთ დროს ჩვენ გქონდა სამეფო მრავალი საუკუნეების განმავლობაში მრავალი საუკუნეების მანძილზე და ჩვენი ინსტინქტი ჩვენი კულტურა სამეფო და პოლიტიკური წესწყობილებისას სხვა არის ვიდრე სხვისა. გამოდიოდნენ იქ დელეგატები რომელიც მოითხოვდნენ და ვერავით ვერ ახსნეს რატომ იყო მოკავშირე რესპუბლიკას რატო ყავდა ამდენი დელეგატი რატო ჰქონდა ამოდენა უფლება როცა ავტონომურ რესპუბლიკებს არ ჰქონდათ ეს უფლება და ვერავინ ვერ წამოიყვება თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფო ჰქონდა ჩვენ სახელმწიფოდ ჩავბარდით რუსეთს ჩავერთით და ჩვენ ევროპის მიერ ნაცნო ესე იგი ვიცნო ევროპამ და მის შემდეგ ანექსია მოხდა საქართველოში და დაღუპული აღმოჩნდა. ნუ აღარაფერს ლაპარაკობ კულტურაზე, ტრადიციაზე, დამწერლობაზე, ყველაფერზე ერთად. ასე იყო თუ ისე ჩვენმა დელეგატებმა თავიანთ საქმე შეასრულეს, თავიანთ საქმე მაინც გააკეთეს, ყოველ შემთხვევაში დიდი გამოცდილება მიიღეს და თუ კიდევ ასეთი ყრილობა და გონი კიდევ შემოგვიგვას უნდა შედგეს, ეს მათთვის წარე გაკვეთილი იქნება. ამ აბავს ალბათ გამოასწორებენ, რაც გულს აგლიათ თვითონ მათ იმას დაამთავრებენ, მაგრამ მე მაინც არ მიმაჩნია სწორად ჭუბის შემდეგ ხელების გნევა, ერთი და იგივეს მტკიცება ისევ ტელევიზორში, ქართულად და იმასვე კი მტკიცებენ თუ ეს და მეც, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. რაც იმათ მარიციან მხოლოდ. თავარი იმათ გავაგებთ. ნუ დაახლოებით მგონი ამ შეკითხვას. კი, რასაკვირველია. უბრალოდ სანამ ჯერ კიდევ შეკითხვები არ შემოსულა, რაღაც გაუბედოება დარბაზის მხრივ, მე ალბათ კიდევ თავს იმას ვიცი ერთი შეკითხვა მოგცეთ. შარშან თბილისში გამოაქვეყნეთ თქვენ ესე იგი ინტერვიუ, თქვენთან ინტერვიუ აიღეს, რომელშიც თქვენ ბრძანებდით, რომ თანამედროვე საქართველოში ჭეშმარიტი რევოლუციური გარდაქმნა რევოლუცია მიმდინარეობსო საქართველოში და მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი გრძელდება თუ არა ეს რევოლუცია ვარდან თორდო სიტუაცია დღევანდელ დღეს და ალბათ როცა ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ცოტა ეს ადრე იყო სიტუაცია რევოლუციური არის ასაკვირელი ამას მე არ ვამბობ მარტო ეს აღნიშნული არის დაფიქსირებული არის და ეს გარდაქმნის მომხრები და გარდაქმნის ინიციატორები ამ სამტკიცებენ რომ ეს თვითონ ეს პროცესი რევოლუციურია. მაგრამ იმის მტკიცება რომ ეს რევოლუცია არის იგივე რაც მოხდა 1917 წელს აბსოლუტურად არასწორია. ის რევოლუცია იყო რასაკვირველია სოციალური რევოლუცია. ის იყო უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის რევოლუცია. ის იყო კლასობრივი ბრძოლის რევოლუცია. ნოვე ჟორდანია თავის წიგნში წერს, რომ ჩვენ საყვედურობენ, რომ თქვენ რევოლუცია საქართველოს ფოსტით მიიღეთო. კი ასე აცხადებს, ჩვენ მართალია ფოსტით მივიღეთ, რადგან ტელეგრამა გამოგზანა, ახლა დამტკიცებული არ არის, ეგ იყო ჩხეიძე, ეს იყო ნოზაძე თუ სხვა ვინმე, მაგრამ გამოვიდა ასეთი ტელეგრამა საქართველოს რომ მთავრობაზე გარდაიცვალა და იმოქმედეთ. საქართველოს დაბნეული იყო ამ რევოლუციას ვერაფერი ვერ გაუგეს თავი დაბოლო კარგა ხანი, დიდი ხანი ეხვერწებოდნენ თავარ მართლებას თუ რაც იყო თავარ სარდლობას რა ვქნათ, უთვლიდნენ მოსკოვში რა ვქნათ, იქიდან მოდიოდა პასუხები რაც გინდათ ისკენ. თვითონ ჟორდანი ამბობს სხვათა შორისო იმათმაც პოსტით მიიღეს რევოლუცია მოსკოვში და პეტროგრადში. რომ არ აჯანყებული იყო გარნიზონი, ჯარის ნაწილები, იქ არავითარი რევოლუცია არ მოხდა. ნუ ახლა რამდენად მართალია ჟორდანია ჩვენს ამის მტკიცების თუ არ არის ალბათ არ საშუალება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რევოლუცია იყო კლასობრივი ბრძოლა. ლენინმა სხვათა შორის გაზეთებში წაიკითხა რომ რუსეთში რევოლუცია მოხდა, შვეიცარიაში მოხდა ეგ ამბავი. ისე რომ ჩვენი დღევანდელი გარდაქმნა იმ რევოლუციას მე მგონი არაფერ არ ჩამოგავს. ეს უკვე ეროვნული ბრძოლა არის. ეს ის სახელმწიფო აპირებს დაშლას თუ უნდა დაიშალოს თუ რა პროცესი ხდება ძნელი გასარკვევია, რომელიც ძალით იყო შეგონწიცებული. თავის დროზე და ის ხუხულა უმტკივნეულად არ დაიშლება. ძალიან რთული პროცესი მიმდინარეობს. და არაფერი შემთხვევით არ ხდება, არც ის ამბავი არ მოხდა რა. შემთხვევით ფერგაანში რაც მოხდა,
და არც ის პრობლემა ალბათ ამაზე თუ ეკნება ლაბარაკი არ წამოჭრედა შემთხვევით, რასაც ამჟამად დაარქვეს ეს თურქი მესხების პრობლემა. თურქი მესხები ალბათ სწორი არ არის. მესხეთის თურქები ალბათ უბრალოდ იქნება. მაგრამ ჩვენც ამჟამად აღარ ვიღებთ ხმას მესხებზე, იმიტომ რომ ისედაც გართული მდგომარეობა გვაქვს თვითონ რესპუბლიკაში და კიდევ ერთი კერა, რომელიც ქართული წარმოშობისაა, კიდევ მიუმატოთ ამ სიტუაციას, ცოტა რაღაც გაუგებრობას თუ გამოიწვევს მაინც თუ სხვა რამს. დაახლოებით ეგ და მესხებზე ალბათ შემდეგ. იქ იმავე ინტერვიუში ერთის პატარა შეკითხვაც, ესე იგი იყო ერთი ცნობილი ქართული პოეტის ესეთი ტაეპი დასჭირდა ინტერვიუერს, რომ დღეს, უბრალოდ არა, ფრაზა იყო, რომ დღეს თითქოს ერის და ბერი საქართველოში აბსოლუტურად ერთნაირად აზროვნებს. და თქვენ რაღაც განსხვავებული აზრი გქონდა, რამდენადაც მახსოვს, თუ შეიძლება რომ გაიხსენოთ თქვენი აზრი. ეს იყო ერი და ბერი, მაგრამ ახლა ჩვენ არ დავასახელებთ, თქვა ეს ამას მნიშვნელობა არც აქვს. მაგრამ მეშტაბეშტილება არც თუ ზედაპირულად წარმოშობილი. შეიქმნა ის აზრი, რომ ჩვენ უკვე ხალხი საზოგადოებები არაფორმალური და ფორმალური და ხელმძღვანელობა, უпростоრად ხელმძღვანელი, რომელიც ამ რესპუბლიკას სათავეში უდგა, ერთნაირად აზროვნებდით, ერთნაირად მოქმედებდით. მეშტაბეშტილება შექმნა რამდენიმე სტიქიურმა უბედურებას სვანეთთან დაკავშირებით. შექმნა მესხეთის პრობლემამაც. შექმნა გადასახლებამ, გადმოსახლებამ, ქართული ენის განმტკიცებისა და აღორძინების გეგმამ და პროექტმა და მიღებულმა დადგენილებამ ბევრი რამე. მაგრამ გამოირკვა, რომ ერი და ბერი ერთად არ იდგა. უფრო მეტიც ახლა ცოტა უხერხული გია, მაგრამ მე მაშინ ისე ვთქვი, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ გელი და ცხვარი ერთად ძოვდნენ მეთქი. ეს ცოტა რთული პრობლემა, გელი და ცხვარი ერთად ძნელი ზაგუებელია და ეს მართლაც დამტკიცდა. მაგრამ ეს ილუზია იყო და დიდი ამალით ჩვენი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები დიდი ამალით ერთმანეთს დაუყვებოდნენ. უბრალოდ მეთქო, რომ აი ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ნოემბრის მიწურულს, როდესაც უბრალოდ სანამ დაიწყებოდა ეგრეთ წოდებული ცნობილი გაფიცვა და შიმშილობა ახალგაზრდობის. ჩვენი დელეგატების არჩევა და ყრილობაზე გაგზავნა ფაქტიურად ძალიან ცუდად ჩატარდა. ჩატარდა თუნდაც იმიტომ მე არ ვიცი სხვა რესპუბლიკებში როგორ ჩატარდა, მაგრამ ლენინგრადის ოლქი ამის მაგალითია. იქ მოხდა ისე, რომ არ აირჩიეს პარტიული მუშაკები, ხელმძღვანელი პარტიული მუშაკები და აირჩიეს ის, რომელიც ხალხს უნდოდა. ჩვენთან ფაქტიურად მოხდა ისე ძველებურად, როგორც ხდებოდა, მოხდა დანიშვნა. მე დაბეჭდებით შემიძლია ჩემი მხრიდან თქვა, რომ ყველა დანიშნეს საქართველოში. გარდა რამდენიმე რეციდივისა. არ გულისხმობ იმას, რომ შემოქმედებათა კავშირმა აირჩია ელდარ შენგელაია, კინოკავშირმა აირჩია თეატრალურ საზოგადოებამ თეოდორ ჭყიძე, აირჩია მწერალთა კავშირმა ოთარ ჭილაძე და ალბათ სხვაც. ეს მოხდა ნამდვილი არჩევნები. მოხდა ერთი რეციდივი, ძალიან ორიც არ ვიცი. დანიშნის გარეშე მაინცსა და მაინც დაუპირისპირეს ერთმანეთს გიგა ლორტკიფანიძე, პარვენ მარგველაშვილი. ახლა პარვენ მარგველაშვილმა გაიმარჯვა და უნდა გაიმარჯვა ალბათ, რადგან გაიმარჯვა და ხალხმა იმას დაუჭირა მხარი, მაგრამ არ იყო ეს დაწყვილება სწორი. უნდა დაეწყვილებინათ რომელიმე ცენტრალური კომიტეტის მუშაკთან, ან თუნდაც ცეგას დივანთან. მაშინ გამოჩნდებოდა ჯერედ ორი საქმე გაკეთდებოდა, აირჩევოდა ღირსეული და გაირკვევოდა როგორ უყარს ხალხს, თუნდაც რომელიმე ცეგას დივანი. მოხდა ისე, რომ მარგველაშვილი აირჩიეს ძალიან კარგი მოხდა, მაგრამ გიგა ლორტკიფანიძე დარჩა და ძალიან სამწუხაროა სხვათაშორის, იმიტომ რომ გიგა ლორტკიფანიძეს შეეძლო ის ფუნქციები, რაზეც ჩვენ გულისწვება გაეწია და სახაროზე არა ნაკლებ შეჭრილი იყო იქ ტრიბუნაზე იქნებოდა თუ სხვა. სეგი დაგაი თხოვს შეკითხვებს დაიწყებდეთ. ჩვენი საღამოს წამყვანი ვინ არის თუ იცნობ, თქვენ გავაცანით რა. ჩვენი საღამოს წამყვანი გახლავთ ტელევიზიის მუშაკი, მწერალი, თარგმნელი, იუმორისტი
გიზოს არც. სიგი, შეკითხვა ბატონ რეზოს. მოგეხსენებათ ლენინის დროს არის მიშენ. აგიდგები გოჩა. მოგეხსენებათ ლენინის დროს განხორციელდა ნეპი, ახალი ეკონომიკური პოლიტიკა. დღეს ყველაფერ ამას პერესტროიკას, ანუ ქართულად გარდაქმნას უწოდებენ. თქვენი აზრით გავს ისინი ერთმანეთს თუ განსხვავდებენ რაიმეთი? გვარს არაზე შემკითხველის. ხო, ნეპი ესე იგი ახალი ეკონომიკური პოლიტიკას ნიშნავდა და როგორც ცნობილია ამ პროცესმა და ამ ნეპმა ძალიან უცბად გამოიღო შედეგი. ამ გარდაქმნის ჩვენ პერესტროიკას არ უძახით, მსოფლიო უძახით და სწორად ვიქცევით, ვიდრე ისედაც თანაგვიანებულია ჩვენი ენა და ვცდილობთ რომ ავიცილოთ ყველა კალკებს ვერ გავურბივათ, მაგრამ რუსულ შემოტანილ სიტყვებს ვიცილებთ. ისიც კარგი ფაქტი მოხდა, რომ ბეისბოლს თუ არ ვწდები, კეტბურთი დაარქვეს და ესეც კარგია. ამიტომ გარდაქმნას ვიტყვი ჩვენ და ეს გარდაქმნა და ის ნეპი ალბათ ამათი პრინციპებიდან უკან დახევას გავს, თითქოს არ ვიცი. მაგრამ ნეპმა გამოიღო შედეგი და ახლა ამას შედეგი ვიან მოაქვს. იმიტომ გამოიღო შედეგი, რომ ნეპი როდესაც სანამდე ნეპამდე მივიდოდით, ის ხალხი, რომელმაც ეს ნეპი მიიღო და ამ უკან დახევაში ჩაერთო, ისინი მზად იყვნენ ამისათვის. მზად იყვნენ და ყველაფერი გამზადებული ჰქონდა და ისევ გახსნეს დუქნები, ისევ დაიწყეს ვაჭრობა. ახლა ამისათვის ამ გარდაქმნისთვის ხალხი მოუმზადებელი აღმოჩნდა. არათუ მოუმზადებელი, უნდობლად შეხვდა ხალხი. ამიტომ ალბათ ამიტომაც გაჯიანურდა. ეს პროცესი გარდაქმნისა შემზადებული არა. ჩვენთან შემზადებული არის, ძალიან შემზადებული არის და სტრუქტურულად, ადმინისტრაციულად საბჭოთა კავშირი ისევ საბჭოთა კავშირია. შემზადებულია, რომ ისევ უკან დაბრუნდეს და პერესტროიკას დაანებონ თავი და ისევ ახალი დაიწყო. ამისთვის ყველაფერი მზადაა, რომ ისევ აღდგეს თავის ფუნქციებში. ის უკანონობა, რაც იყო უკანონობა, ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ყველა თავის კლანჩებს გამოარჩენს, ამისათვის მზად არის საზოგადოება და ამ გარდაქმნისათვის ცოტა მომზადებელი აღმოჩნდით. ფსიქოლოგიურად. ამ რამდენიმე დღის წინათ რადიოსადგომა სვობოდამ გადმოსცა მოსკოველი კორესპონდენტის ცნობა, რომ 12 ივნის საბჭოთა პრემიერმა რიშკოვმა განაცხადა, რომ მინისტრთა საბჭო მზადაა განიხილოს ეგრეთ წოდებული თურქი მესხების, ანუ თქვენებურად მესხეთელი თურქების საქართველოში ჩამოსახლების საკითხი. მიგაჩნია თუ არა, თუ ეს განხორციელდა ეს აქცია გონივრულად. ივანე ჯორდანაძე. ეს თურქი მესხების პრობლემა ძალიან რთულია და კინეული. მოგეხსენებათ და ჩვენ განთიაჭი გამოაქვეყნეთ ლატიფშა პარატაშვილის ვრცელი წერილი თუ მოგონება. მესხების საკითხი მოგეხსენებათ, როგორ მოხდა მათი გადასახლება, რომელ წლებში მოხდა. მაგრამ მანამდე რთულად იდგა ეს საკითხი. ნუ რთულად თავიდან ისტორიულად, რომ ესაც მათ ისინი გამახმადიან ეს. მაგრამ თვითონ ამ პროცესს სანამდე როდესაც გამახმადდნენ ქართველები, იქ ჩამოსახდნენ, როგორც ამბობენ, ჩამოსახდნენ, ესე იგი, ნამდვილი თურქები, ესე თარაქამებს უწოდებენ თუ არ ვცდები და ჩამოსახდნენ ქურთებიც. ახლა ამტკიცებენ თითქოს, რომ ისინი ნაკლები რაოდენობით და ადგილობრივი მესხები და გათურქებული მესხები უფრო ბევრი იყვნენ. ცხადია, ბევრი იყვნენ, მაგრამ შემდეგ მას მე ალბათ 44 წლიდან გავიდა 45 წელი თუ არ ვცდები და ის თარაქამები როგორ გამრავლდნენ, ის ნამდვილი თურქები როგორ აღორძინდნენ, ჩვენ ამაზე ახლა უკვე არავითარი ცნობები არ აქვს. ჩამოსახლება ეს რაც რადიოსადგურმა თქვა, მე არ მომისმენია, მაგრამ თვითონ რიშკოვმა განაცხადა, რომ ჩვენ დროებით ვასახლებთ რუსეთში, რადგან საქართველო ახლა მზად არ არის, თავიანთი გაჯერება ყოფნითო და შემდეგ ისევ დადგება ეს პრობლემა. დადგება ძალიან მწვავედ. ჩვენ იქიდან ვერ ავარჩევთ, რომელია წარმოშობით ქართველი, რომელია ნამდვილი თურქი, რომელია თარაქამა, რომელია ქურთი.
რომელია მოგზანილი. თავის დროზე იქნა დაშვებული უკანონობა, დაშვებული უზარმაზარი შეცდომა და იმის მაგივრად რომ გვეზრუნა მაშინვე იმათ გაქართველობაზე, იმათ ქართულ კულტურის შეტანაზე, ჩვენ ისინი ერთხელის მოსმით გავასახლეთ. ამ პროცესმა მიიღო უკუშექცევით ხასიათი, ისინი ძალიან გამრავლდნენ, ახლა აზვირთებულ ტალხასავით მოგვადგენენ უკვე ჩვენ. ნუ რამდენი რა პრობლემები არსებობს ახლა? მაგის გარდა 1000 პრობლემა გვაქვს, მაგრამ იქნებ ეს უზბეკეთს ვერ შეეგუებინენ, იქ ტრაგედია მოხდა. აქ რო დავასახლოთ, მანდამაიც საზღვარზე უნდა დასახლება, იქნებ ამათაც ვერ შეუგონო. იქნებ ნაწილი აზერბაიჯანელებისა წაიყვანოს თვითონ აზერბაიჯანმა და აქ დასახლდნენ მესხები. ამ თურქეთში წავიდნენ, რაღაც პრობლემა მოსანახავი, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან რთულია ყველას თავშეფარება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს ხალხი, რომელიც ქართველებმა თვლიდნენ თავს, მოხდა ისე, რომ 1923 წელს ყველან უკლებლივ დაიწყეს, ყველარის უკლებლივ დაიწყეს აზერბაიჯანელებად დაწერა. 23 წლიდან რა პოლიტიკური მოსაზრებით აკეთებდნენ ამას, ორჯონიკიძე და ორჯონიკიძე ამას ასაკვირებს. მარტო ვერ გადაწყვეტ, ახლა გაუგებარია. ხოლო იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაცია განახობს იმას, რომ ძალიან ეფერებოდნენ იმდროინდელ თურქეთს. ჩვენ იქ ხელს აგვაქვს თურქეთის, სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და შეთანხმება 16 მარტი 21 წელი თუ არ ვცდები, რომელიც მოსკოვში შედგა და შემდეგ ოქტომბერში ყარსის შეთანხმება ისევ თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი და იქ რაღაც ხელშეკრულებები დაიდო, რომელიც ჩვენ არ ვიცით, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს და რატო ეთამაშებოდნენ ასე, რატო უნდათ, რომ ბევრი თურქი ყოფილიყო საქართველოში და ბევრი აზერბაიჯანელი, ეს ბოლომდე გარკვეული არ არის. არის ასეთი კითხვა, უდავო ალბათ რომ ქართველმა და აფხაზმა ხალხებმა კვლავინდებურად, უწინდებურად ურთიერთმეგობრობის ატმოსფეროში უნდა იცხოვრონ, ეს აუცილებელია როგორც ერთი ისე მეორე ერისათვის. თქვენი აზრით მარტის ბოლოს რამ გამოიწვია ჩვენს შორის დაძაბულობა და ხომ არ შეინიშნებოდა ამ დაძაბულობაში პროვოკაციის ელემენტი და თუ ნემსიწვიდიც? დაძაბულობა რამაც გამოიწვია აფხაზეთს და ჩვენს შორის ეს თქვენ იცით. ფაქტი რაზეც მოხდა ეს აქცია, ესეც ვიცით. ეგრეთ წოდებული ლიხნის ყრილობამ გამოიწვია და ბოლოს რასაც მოყვა 9 აპრილის ტრაგედია, ესეც გასაგებია. მაგრამ პრინციპში გამოიწვია იმან, რომ ამაზეც გამოაქვეყნეთ ჩვენ საინტერესო წერილი მეხუთე ნომერში თუ არ ვცდები, ციალ არდაშელიას. აფხაზურ კოზირს დიდი ხანი ათამაშებდა რუსეთის თვითმფრობელობა, როგორც უწოდებდნენ მაშინ. ის ხელისუფლება დიდი ხანი ათამაშებდა. ეთქობა ეს სურვილი, რომ აფხაზური კოზირი კიდევ გაითამაშებინა, არ განელებიათ. აქ ძალიან რთულად დგას საქმე. ყველაფერი შედეგია იმ წაყურებისა, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა. სულ იყო ლაპარაკი, არაფერი არ თქვათ, არაფერი არ უპასუხოთ, ასე დავდოთ, ასე არ გვინდა, არ გავამწვავთ, არ გავამწვავთ, არ გავამწვავთ. ამან გამოიწვია სხვა. სულ ახლა გაზეთში გამოქვეყნდა, სადაც აფხაზეთის დელეგატის წერილია, სიტყვა არის ყრილობისა, იქვე არის მარიკა, ქალბატონ მარიკა ნორთიბანძის ძალიან პატარა წერილი. ძალიან პატარა წერილი, მაგრამ ძალიან არსებითად და ტევადად არის მოთხრობილი მთელი აფხაზური ერის ისტორია და ურთიერთდამოკიდებულება ჩვენთან. ძალიან კარგად. მაგრამ მე მგონი იქ არ არის ნათქვამი იმ ფაქტზე, რასაც ხელი ჭაჭიდეს აფხაზმა, აფხანაგებმა და კერძოდ იმ ყრილობამ, იმ ხალხმა, რომელსაც არ უნდათ, რომ მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ ქართველებთან. ეს ფაქტი არის ის, რომ 21 წელს აფხაზები ამტკიცებენ ლენის ბრძანები, ჩვენ მოგვენიჭა დამოუკიდებლობა. ეგ არასწორია. ჯერ ერთი ლენინმა შეიძლება ხელი მოაწერა ამ დეკრეტს, მაგრამ ეს სტალინის ძალებით მოხდა და ორჯონიკიძემ გააკეთეს და ორჯონიკიძეს ამას გარკვევით უწერია. ჩვენ ორჯონიკიძე ამბობს აფხაზებს
მივეცით დროებით დამოუკიდებლობა. ისინი თვითონ შეხედავენ ამ სიტუაციაში და დააბრუნდებიან სულ მალე ისევ ქართულ ხალხთან ერთად. შემდეგ წერია სხვა სიტყვაში ჩვენ მართალი აფხაზმა კომუნისტებმა გთხოვეს დამოუკიდებლობა ჩვენ აუსრულეთ ეს რადგან იმათ მოშუშებულად ის ჭრილობები რომელიც მათ მე შეუყო დარობა მიაღენა მაგრამ 3-4 წლის მერე იგივე კომუნისტებმა მოიწვიეს ყრილობა და მოითხოვეს საქართველოს დაბრუნება. ეს ფაქტი რომ მათ დამოუკიდებლობა არ მიუღიათ მეტყველებს იმაზე რომ ამის შემდეგ იყო ფედერაციის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკი. შეიქმნა ფედერაცია, განუწყვეტელი ფედერაცია. ფედერაციაში გაერთიანდა სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო დაბრუნდნენ საქართველოს, აზერბაიჯანი, სომხეთი. იქ აფხაზეთზე რასაკვირველი ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ აფხაზეთ როგორც დამოუკიდებელი ერთეული არ არსებობდა იმ დროს. ბოლო პირველად როდესაც ჩვენ ჭრილობებს უშუშებდა ორჯონიგიძე აფხაზეთს, აფხაზეთი დაპყრობილი იყო. დაპყრობილი იყო მე-9 არმიის მიერ. საქართველოს ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო მე-11 არმიაზე, რომელიც მოდიოდა თბილისიდან, აღმოსავლეთიდან, მამისწორიდან, ლაგოდეხიდან. მართალია დიდი ვერაფერი წინააღმდეგობა გაუწიეს ვერც მე-11 არმიას, მაგრამ ის მე-9 არმია შემოვიდა თლათ უბოდიშოთ. იმათმა იქ დაამყარეს თავის რევკომები, სანამდე გასაბჭოდებოდა საბჭოთა საქართველო, სანამდე აკაკი ჭხენგელი ეტლით ელისეის მინდვრებზე საფრანგეთის პრეზიდენტთან მიკონდა რწმუნებები, რომ საქართველო იცნო თელმა ქვეყანა, უკვე წითელი ჯარი საქართველოში შეყოსული იყო და სტალინს უკვე მიღებული ჰქონდა დეპეშა, რომ წითელი დრო შეფრიალებს საქართველოზე და დამოუკიდებელი რესპუბლიკა არ არსებობს. ამიტომ აფხაზეთმა მოასწრო გაბა. ახლა ძალიან როდესაც გართულდა ეგ საკითხი, მეც მქონდა ასეთი წინადადება იქნებ რომ ერი ხშირად აფხაზეთი ერი არ არსებობს ქართველი, რომელსაც რაიმე სიძულვილი და პირიქით ტრადიციული სიყვარული არ ქონდეს აფხაზეთის მიმართ და კერძოდ მცნება აფხაზის მიმართ. მე ისიც კი მინახავს, რომ თქვათ ჩვენ რეგიონებში კოლხეთში სამეგრელოში კიდევ ზამაყობდნენ, რომ აფხაზი ვარ, აფხაზი ვარ, წინაპარი აფხაზი ვარ. ვიღაც ბებია თუ შესანიშნავი და სამაგალითო პოემა დაწერა აკაკი წერეთელმა. სამაგალითო ნათესაობა ჰქონდა, მეგობრობა ჰქონდა შერვაშიძეებთან. სამაგალითო ქართველები იყვნენ შერვაშიძეები თვითონ. სამაგალითო ძეგლები გვაქვს აფხაზეთში. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე აფხაზეთის მეფე იყო უპირველეს ყოვლისა. საქართველოს დედაქალაქში, აფხაზეთის დედაქალაქში ააშენა დიდი ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ. ააშენა ბედის ტაძარი, რომელშიც დაიმარხა. თვითონ გარდაიცვალა ტაოში. დღევანდელი ისევ ჩვენს მიტაცებულ მიწაზე გარდაიცვალა და რამოდენად ძლიერი იყო და შეგრული იყო მაშინ საქართველო, ჩამოასვენეს ტაოდან და დამარხეს ბედიაში აფხაზეთში. მისი სურვილის მიხედვით. ესე იგი ერთიანი და ძლიერი იყო საქართველო. ახლა ხდება ასე დიდი ხნის შემდეგ თავიანთი შეცდომებითაც, როდესაც მათ ისლამი მიიღეს, როდესაც ისინი უბოდიშოთ და დაუკვირებლად გაიხიზნენ თურქეთში და როდესაც ქართველების სიძულვილის გამო საკუთარი ენის ლიკვიდაციაც კი დაიწყეს და იქამდე მივიდნენ, რომ აღარ უნდა თავიანთი ენაც კი აღარ უნდა არც საქართველო თუ ერი ენას დაგარგავს, ეს ხდება ერის თვითლიკვიდაცია, რადგან იგი დაგარგავს იმ ციხის გასაღებს, რომელშიც ის. ისე რომ ეს პრობლემა რაღაც ძალიან მტკივნეულია, როგორც აღნიშნავენ, ეს ჩვენი გადასაჭრელია და არასხვისი, ჩვენი მეგობრობის, ერთობლივი საუბრისა და შეთანხმების შედეგი უნდა იყოს ყველაფერი. აფხაზეთსა და ქართველებს შორის. ძალიან ბევრი შეკითხვა უბრალოდ, ძალიან ბევრი. და ხომ არ იქნებ ინებებით, რომ დავიცანდეთ ეს. რას გვეთქვით რუსთაველის საზოგადოებაზე? რუსთაველის საზოგადოებამ შეასრულა რასაკვირველია ბევრი იტვირთა და ბევრი რამეც გააკეთა. მაგრამ რუსთაველის საზოგადოება მაინც ზემოდან დაშვებული წყალობა იყო. უფრო მეც ვიტყვი, ცოტა უხერხულია, მაგრამ ეს იყო ის ძვალი გადაგდებული, რომელიც სიამოვნებით აიტაცა ქართველმა ინტელიგენციამ. რუსთაველის სახელს ამოფარება პირველი შემთხვევა არის. ჩვენმა
ხელისუფლებამ რუსთაველი გამოიყენა ექსტრემალურ სიტუაციაში სამჯერ. პირველი ეს მოხდა 1921 წელს. 1921 წელს, როდესაც ძალიან გართულებული იყო სიტუაცია, ცხადია, შემოვიდა 11 არმია, უყარდებოდა ახალი ხელისუფლება, მენშევიკების გავლენა ძალიან ძლიერი იყო. მაშინ გაიღეს ერთი წყალობა და ქართულ არტისტულ საზოგადოებას დაარქვეს რუსთაველის სახელი. და მას შემდეგ არის რუსთაველის თეატრი. მეორე ექსტრემალურ სიტუაციაში რუსთაველი დაჭირდათ 37 წელს. როდესაც საშინელი რეპრესიები 27-28 მაშინ გადაიხადეს რუსთაველის იუბილეო. ახლაც დაჭირდათ ეს რასაკვირველია. როდესაც გახდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, როდესაც დაიწყო აღმოცენება არაფორმალურმა საზოგადოებამ, როდესაც გაიღვიძა ეროვნულმა ინსტინქტმა. ახლა რა მოხდება? ბოლო ყრილობა ფაქტიურად, ბოლო არჩევანი ფაქტიურად, რომელიც ჩაიშალა, მხოლოდ ერთი მოხდა, რომ კარგი საქმე და დიდებული არჩია საკაკი ბაქრაძე. რაც რა მოხდება, რას გააკეთებს, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ის კი არა, რომ ამ ხერხმა 2 წლით საზოგადოებრივ აქტივობა შეაფერხა. 2 წლით არ წარმოიშვა და არ ჩამოყალიბდა სახალხო ფრონტი. აი რუსთაველმა შეუშალა ხელი. ახლა უკვე საზოგადოების შეძგნება მივიდა იმაზრამდე, რომ რუსთაველის საზოგადოებაც ყველა საზოგადოება უნდა გაერთიანდეს სახალხო ფრონტში. ალბათ სახალხო ფრონტში უნდა გაერთიანდეს ახალგაზრდაც, ხანდაზმულიც, პარტიულიც, უპარტიოც, სახელმწიფოს ხელმძღვანელიც და პარტიული მოღვაწეც. და ნუ რასაკვირველია ყველა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი. ალბათ ერთად უნდა მოქმედოთ ისე, როგორც მოქმედებენ პარტიის პირეთში. ხო, ძალიან რთული შეკითხვა. გაირკვევა თუ არა 9 აპრილის ტრაგედიის მთავარი დამნაშავის მინაობა. ჩემი გადასაწყვეტით ცხადი არ არის, ამაზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო. 1918 წელს ზაფხულში ივლისი იყო ეკატერინბურგში, რომელსაც შემდეგ სვერლო ეწოდა, დახურიტეს მეფის ოჯახი. დედიან ბუდიანად ამოჟლიტეს. მეფე, დედოფალი, უფლისწული, 4 ქალიშვილი და თანხლები. ეს ბურუსით იყო მოცული ეს ტრაგედია, ყველა მიცოდა რომ ეგრე მოხდა. ახლა დაწრულები თქვენ დღესაც ადენებთ თვალსაჩინო და ჩემსაც კარგად იცით ალბათ ეს ამბავიც. გამოქვეყნდა დაწრულები, როგორ დახურიტეს, როგორ შევიდნენ, ვინ ესროლა, ვის რამდენი ესროლა, რამდენი ტყვია დაიხარჯა. ქალიშვილებს რო კორსეტები ეცვა თურმე ტყვია არ გაატანა, მე ხიშტები გაუყარეს მუცელში, როგორ დამარხეს, როგორ არ ჩაიძირა მიწაში, როგორ წავუყიდეს წელსა. 1000 საშინელება. ყველაფერი ამის ბრძანება გაცა სვერლოვის საბჭოს თავმჯდომარე ვინმე ბელო ბოროდოვმა 27 წლის კაცმა. და შემდეგ ფაქტის წინაშე დარეკა ყრილობაზე და ტელეფონით როგორც ამბობენ წერინა აიღო სვერლოვმა და სვერლოვს მოახსენეს ეს სვერლოვმა ყრილობას და ნუ შემდეგ ალბათ ამიტომაც დაერქვა იმ კალას სვერლოვი თუ როგორ მოხდა ეს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ძნელი დასაჯერებელია რომ ბელო ბოროდოვმა ამოხოცა მთელი მეფის ოჯახი და არევისგან ბრძანება არ მოხდა. დღემდე ეს გაურკვეველია ვინ გაცა ბრძანება. ხოდა თავიანთი მეფე და თავით უფლისწულები გაიმეტეს თქვენ და ეს ცოტა ალბათ ძნელი დასადგებია. ასეთი შეკითხვა არის. საბჭოების ყრილობაზე ერთ-ერთმა დელეგატმა ახსენა, რომ ლენინი დავასაფლავოთ დედამისის ანდერძის თანახმად. ქრისტიანულად. რამდენად მიზანს შეწონილი გაჩვენებთ.
მეორე შეკითხვა შეიძლება ეს გავერთიანოთ ალბათ რა ვიცი. ამ ხრივ გადასახით ხომ არა ამ დაწმიტის საკითხიც. პირველი ძალიან რთულია და მეორეც არ არის იული, მაგრამ სხვათა შორის მე მინდა მოგახსენოთ რომ ალბათ ჩემი დაკვირვებით, ჩემი გამოკითხვითაც ბევრმა არ იცის რომ 1953 წელს მარტშივე სტალინის სიკვდილის დროს დასაფლავებულიც არ იყო სტალინი საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტმა და მისთა საბჭომ მიიღეს დადგენილება ქალაგარეთ პანთეონის აშენებისა და ლენინის გადასვლების. ეს დადგენილება გამოქვეყნდა ყველა ცენტრალურ გაზეთებში. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ პრავდა ჟურნალები და ყველგან არის დაბეჭდილი. ეს დადგენილება მიღებული იყო ბერიას სიცოცხლეში. ეს დადგენილება ახლა უკვე ეს რამდენად არასწორი რამდენად დაკვირვება ჩემი სწორი არ ვიცი. ბერიას სიკვდილის შემდეგ იქნა მივიწყებული. თორემ ალბათ ნუ რას აპირებდნენ არ ვიცი კრემლის კედლიდან სულ ყველა ეს წაყავდნენ. აპირებდნენ იმ პანთეონში გადასვლებას. ანუ როგორ დაკრძალავდნენ ლენის ეს არ ვიცი, მაგრამ ისიც არ ვიცი მართალი გითხრა იმ დელეგატმა რომ თქვა რომ ტედი სანდერსი თუ ასეთი იყო, ყველა ქრისტიანულ დედას უნდა ანგარიში გაეწიოს პირველ რიგში, ანგარიში უნდა გაეწიოს კრუპსკაიას, რომელსაც დაანტილებით მოითხოვა მისი. ვარაგებული ამხელა მაუზეუმი. ანგარიში უნდა გაეწიოს ტრადიციას, ქრისტიანობას. ხშირად ამბობენ რომ დაუმარხავი კაცი ცოდვა, მართლა ცოდვა ყოველგვარი ადამიანური გაგებით. ერთი წუთი თანახმად სხვათა შორის დამტკიცებულია რომ შეიძლება ეს წერილი რაღაც წერილი გამოგხდეს შეიძლება ამასაც დამტკიცებულია და დაბეჭდებით დამტკიცებენ ეგვიპტეში იმ მუზეუმებში სადაც მუმიები ინახება რომ მუმიის შენახვის წესი ჩაბარდა იმ დროს რომ არ არსებობს არ შემორჩენია დამუმიების რეცეპტი და წამალი. ახლა გასარკვევია რომ ხალხი რომელიც ვერ არკვევს რომ იმ ბომბში რა რეცეპტი იყო და რა წამლავი იყო და რა საწამლავი იყო და რა გაზები იყო ეს ვერ გაარკვეს ამ ეგვიპტურ მუმიის და დაბალზამების წესს როგორ აღადგენდნენ და როგორ ისწავლებდნენ ესეც გასარკვევია. ხო არა ამ ხრივ თაწმინდას ხომ არ არის გადასახედია. თაწმინდას გადასახედია რასაკვირველია და თუ არასწორი სწორი ინფორმაცია მაქვს მიღებულია ალბათ ადგილება მეგონი ოფიციალურად არ გამოცხადებულა უნდა გადაასვენო. მიხაცხა გაია ილივე მახარაძე მიასნიკოვი ეს უკვე გალერიდან გალერეის ეზოდან და რასთავარია კამო ლენის მოედნიდან. კეკეზე ეს თქვენ ადგილიდან შემახსენეთ ეს დადგენილება მე მგონი არ არის. ყოველ შემთხვევაში მე ამაზე აპილამსმენია და უფრო მეტიც მაგალითად ბევრი ჩემი მეგობარიც კი გასაკვირველი ერთეულები ამგიცემ მე კეკე იქოს. მაგრამ ესეც უსამართლოა რომ კეკე იქ არის. ქალბატონი ეკატერინა ჯუღაშვილი გელაძისა გელაძე ჯუღაშვილისა დაასაფლავეს 37 წელს ბერიას განკარგულებით. ესე ბერიას ინიციატივით იქნა დამარხული მთაწმინდას. ესეც ერთი ცოდვა თუნდაც ამის გამოც რომ იმის დამარხულია. მე მინდა მოგახსენოთ რომ ნერონის დედა პანთეონში არ გაუმარხავთ. მიუხედავად იმისა რომ ის ქალი შეწირული იყო და შვილმა მოაგლებინა. ეკატერინა ჯუღაშვილი შვილის გამო არ მომკვდარა. მიუხედავად იმისა რომ 22 წლის მერე მოსკოვში არ ყოფილა 35 წლის შემდეგ შვილს არ უნახია. არ მიუღია სამძივრის დეპეშა, არ გამოცხადებია ოფიციალურად რომ დედა გარდაეცვალა. მხოლოდ დაიწერა საქართველოში გამოცხადა და ნეკროლოგი დაიწერა საქართველოში.
არის აზრი რომ გადასვენდეს ეს სახალხო ფრონტის სტომებზე მიდის და არაპოლონურ გაერთიანებაში გადასვენდეს გორში. ესეც არასწორი ალბათ, იმიტომ რომ ჯუღაშვილი ბესარიონ დასაბლავებულია თელავში, წესით და სამართლით ცოლიც იქ უნდა დასაბლავდეს. ალბათ. ανε ბესარიონ უნდა უყანოთ დაწმინდას. ესე აქ ეს არის მიმართვა საქართველოს უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს ქუთაისიდან. ქუთაის მესხიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთან და თანამშრომელთა კრების მიმართ. ქუთაისის მუცხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები და თანამშრომლები მოგმართავენ თქვენ რომ მოითხოვოთ საქართველოს უმაღლეს საბჭოს რიგარის შესაგანგებო სესიის მოწვევა საქართველოს წელთა კავშირის 15 ივნისის საერთო კრების მოთხოვნაში დაყენებული საკითხების სასწრაფოდ გადასაწყვეტად. შეგვიძლია ჩვენ მოვითხოვოთ კრება ამას ხარს დაუჭერს. ეს მოთხოვნა გამოქვეყნდა საქართველოს წელთა კავშირის კრების მოთხოვნა გამოქვეყნდა ლიტერატურულ საქართველოში. მე რატომღაც თვალი ვერ მივადევნე, შეიძლება და გამოქვეყნდა თუ არა სხვა გაზეთებში, არ ვიცი. ხო, არ გამოქვეყნებულა. ეს მოთხოვნა ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული. შედგენილია თუ არ ვცდები 6 მე აქამა გაზეთი 6 პუნქტისაგან. ყველაფერი სწორი არის, მაგრამ ცოტა არ იყოს მე გაოცებული ვარ რატომ აწერს მარტო მწერალთა კავშირი ხარს. თუ აქ რამე პოლიტიკური ნაბიჯია და მიმართავენ ისინი რომ ყველა მხარე დაუჭიროს, ამას მიმართვა არ უნდა და ისედაც დაუჭერდა ყველა მხარს. თუნდაც კინემატოგრაფისტთა კავშირი, მხატვართა კავშირი, ყველა კავშირი შეიძლება და ეს ყველა კავშირის და ყველა ხალხის და ყველა ქართველი ერის სახელითაც წარდგენილი იყო ეს. ხო და რაღაც მეჩვენება რომ აქ ხო არ არის ეს დასწრების ცდა რომ ერთმანეთს ჩვენ დავასწროთ. იმიტომ რომ ამ სცენით ჩვენ ეტყობა უკვე დავადით და რაღაცა ყველა ცდილობს ერთმანეთს რაღაც მოასწროს, რაღაც თქვას, რაღაც გაკეთოს. ეს რასაკვირველია წელთა კავშირის კრებას არ ეხება, მაგრამ მაინც მომეჩვენა რომ ის დადგენილება, ის პუნქტები, რომელსაც დიდი ენერგია შეალიეს არაფორმალებმა, ეგრეთ წოდებულებმა, ამ საზოგადოებებმა, თუნდაც კინემატოგრაფისტმა კავშირმა უცებ წელთა კავშირს აქ ყველაფერი მიწერილი რატომღაც, მაგრამ ეთქობა ეს ასია საჭირო და ჩვენც ხარ უნდა დაუჭიროთ, ცხადია რასაკვირველია. შეკითხვა როგორ ჟურნალისტს აქ ისეთი პოლიტიკურ საკითხებზე წავიდა შეკითხვა და ერთი კონკრეტული კითხვა როგორც მოგეხსენება ლადუასათიას დატოვებულია მემკვიდრეობა პოლიტიკური სატირული ნაწარმოებები, რომლებიც დღემდე გამოუქვეყნებელია. მისი ერთ-ერთი კრებულის წინასწარმეტყველობაში ცნობილი გულამასათიანი წერდა რომ დაახლოებით 100 წელი ჭირდება რომ აი ეს მემკვიდრეობა გამოქვეყნდეს. უფრო ითქვიან ეს უძრაობის პერიოდში დაწერილი არის და ეხლა მიმდინარე პროცესები ხომ არ იძლევა საშუალებას რომ ეს დღესდღეობით გამოქვეყნდეს და თქვენ როგორც ჟურნალის რედაქტორს ხომ არ შეგიძლიათ მაგალითად პრაქტიკულად პირველი ნაბიჯი გადაგდათ ამასთან დაკავშირებით. მე დაახლოებით ახლა ამდენი როგორც გულამასათიანს უთქვამს, ხომ ცოტა არარეალური ციფრია და არც ვიცი ეგა. მაგრამ მე ვთხოვე მანან ასათიანს დედამისაც თხოვეთ რომ გადმოეცათ ჟურნალისტებს და ჩვენ დავგვეждავთ, მაგრამ უარი მკითხეს. უარი მკითხეს იმ მოსაზრებით რომ იმ არქივს ჩვენ ვერ გავხსნით, რადგან ის პირები, რომელზედაც არის ისინი დაწერილი, ბევრი ისეთია, რომელიც გამოქვეყნება მართლაც არ შეიძლება თუნდაც უცენზურობის გამო, მაგრამ ბევრი ადრესატი ცოცხალია. და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, მაგრამ მათი შთამომავლობა ცოცხალ, რომელსაც ძალიან ერიდება, თქვათ ქალბატონ მანანას. არ უნდა გამოაქვეყნოს. ესე იგი პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა მშვიდობიანი გზით ერთხელ სასაცილოა. შეერაღებული გზით ორჯერ სასაცილოა. რა ვქნათ ბატონო რეზო? ვიცინოთ? მეორე შეკითხვა მოსდევს, ამას და შეიძლება ამან დავგარკვიოს.
სწორად მიგაჩნიათ დამოუკიდებელი საქართველოსათვის პარლამენტური ბრძოლის გზა. ესე იგი, მე პირადად სწორად მივაჩნია. პარლამენტარული ბრძოლის გზა, მეტყვი ჩვენ სხვა გზა არ აქვს. სტრუქტურულად ეს სახელმწიფო ჯერ მოგახსენეთ არ შეცვლილა. ჩვენ დავიწყეთ გარდაქმნა, ჯერ პოლიტიკური გარდაქმნა დავიწყეთ და ახლა ვაპირებთ ეკონომიურ გარდაქმნას. ჩინეთში მოხდა პირიქით, ჯერ დაიწყეს ეკონომიური გარდაქმნა, იაღწიეს გარკვეულ წარმატებას და ახლა აპირებდნენ თურმე პოლიტიკურ გარდაქმნას. მაგრამ როგორი გარდაქმნა გამოვიდეთ, თქვენ ნახეთ. თავის საკუთარ ხალხს გადაუარეს ტანკებით. ესროლეს თავიანთ საკუთარ ხალხს, ესე იგი სტრუქტურა ჯერ არ შეცვლილა. იმიტომ რომ ბრძოლის გზა, ძალის გზა და ამის გზა არ არსებობს. ახლა ერთი ხალხური ანდაზა, რომელიც უნებურად მაგონდებათ, შეიძლება არც უნდა თქვა. ხაო შენ რა გიხარია განა სამგლეთი დაიქცავა ასეთ ნათქვამი. ისე რომ შვიდობიანი გზით და პარლამენტის გზით ეგ მე მიმაჩნია. დღეს ყველა საინტერესო საქმე ვიღაცამ ლაპარაკის შემდეგ სწორი გზაც უნდა აჩვენოს ხალხს. წერის მოვალეობა სხვა არ არის რა. როგორ წარმოვიდგენია დღეს სწორი გზა მომავალი. სწორი გზის ჩვენებაში კაირია თელი ცხოვრება ყველა თაობის ადამიანებს. სწორი გზის ჩვენება ალბათ არც ისე სწორია და საერთოდ არც ისე იოლია და საერთოდ გზის ჩვენება. მე თავიდან მეაღნიშნე და დასაწყისში რომ როცა შახაბაზის ლექსი იმიტომ გამახსენდა შახაბაზი ყოველ შემთხვევაში ლექსებთან რა ცნობილი. მაგრამ ეთქობა რაღაც ამბობენ რომ ჩვენი სისხლის ურევია და ალბათ ამის ლექსიც სიყვარულიც გავა. როგორც ყველა ქართული მეფეს შეუძლია თუ არ შეუძლია მას ლექსს დაწეროს და წერდა. ხო და თითქოს არ არის ამ დროს სიყვარულზე და პოეზიაზე ლაპარაკის დრო, მაგრამ ეგეც არ არის სწორი, იმიტომ რომ უფრო უარეს კატაკლიზმებში ყოფილა საქართველო და თავის საუკეთესო ლექსები ამ ძნელბედობის დაწერა გალაქტიონ დავიძემ, ამ დროს დაწერა თავის ოპერები პალიაშვილმა, ამ დროს ხადავდა დავით კაგაბაძე. ისე რომ სწორი გზა ის იქნება, ვიც რა შეგვიძლია ის გავაკეთოთ. სწორი გზა იქნება ჩვენი მორალური განწმენდა და ბრძოლა შვიდობიანი გზით ყველა ხალხის ერთ უჭად შეგრა ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად, სოციალურად. რასაც ქვია შემდეგ საქართველოს თავისუფლება. ამ გზაზეც ბრძოლა ძნელია. ახლა რასთვისაც ხალხი თავს დებდა, რისთვისაც იჭერდნენ, რისთვისაც სიცოცხლე შეესწირეს, თქვა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამაზე ახლა ტელევიზორში ლაპარაკობენ. ეგ შეიძლება თქვა გამოხვიდა და თქვა რომ გამომარჯვოს თავისუფლება საქართველოს. ახლა ამას აღარც გიჭერენ, აღარც გიშლიან, აღარც თავლით ეშინია, თუ ადრეც ეშინია აღარც რედაქტორს. მაგრამ არის ხალხის ისეთ რომელმაც ბევრი გააკეთეს ამ გზაზე რომ ეს მოეპოვებინათ, ისინი ახლაც მოქმედებენ, მაგრამ ერთი საშიში ბლომა რომ ეცამდა რომ რაც მათ უნდათ ეს თითქოს იოლად მოვიდა და ეს არ გადაიზარდოს იმაში რომ ამის შემდეგ კიდევ რაღაც უფრო მეტი მომინდომოთ უცბად არაფერი არ გაკეთებია. თანდათანობით ყველაფერი. მე მინდა წაგიგითხოთ ლიტვის ცენტრალური კომიტეტის პირველი დივნის ბრაზაუსკას ერთი ადგილი, რომელიც გამოაქვეყნა ბოლო ნომერ აგალექში. დიალოგი ამასთან. ლიტვის ცენტრალური კომიტეტის პირველი დივანი. ჩვენ გვინდა ვილაპარაკოთ იმ ენაზე, რომელ ენაზედაც ლაპარაკობდნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენ გვინდა დავეპატრონოთ იმ ტბებს, მდინარეებს, მინდვრებს, კორდებს, ტყეს და სხვას, რომლებიც წინაპრებმა დაგვიტოვეს მემკვიდრეობით. ჩვენ გვინდა გადავრჩეთ და ვიცხოვროთ ლიტვაში. დიდი ხნის მანძილზე გვაშინებდნენ კიდეც არ წარმოგვედგა წმინდა სიტყვა ლიტვა. სამშობლო ჩემ, სამშობლო ჩვენთვის იყო რაღაც თვალუწნელელი სივრცე, ტუნდრა, ტაიგა და ვულკანები.
ლიტვა კი იყო მხოლოდ მშობლიური მხარე. მაგრამ სამშობლოს სახელით ლიტვის და შემდეგ ჩამოთვლილია ის გმირები, რომელიც შეეწირეს ლიტვის თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ცხოვრებას და სიცოცხლეს. ჩვენი ხალხს არ ვიცით, მაგრამ ჩამოთვლილია. ამას წერს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. ესე იგი შეიძლება რაღაცას გაკეთება ალბათ. Ekspozicja, რომელიც გადაჭრა ეგრეთწოდებული არადონალიზმის მიმართ და ეს უფლებას მაძლევს ერთი კითხვა დაგისვათ. რამდენად რეალური არის იმ ფაქტზე საუბარი, რომ თქვენი ჟურნალის გვერდები დაეთმობა აი ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თუ არის ეს მოკლე ხანში შესაძლებელი? ჩვენი ჟურნალის უცხო დავუხმოთ ჩვენ ამდენჯერმე და თუ ჩვენთან ითამაშული ჩვენ ვზადავთ. ახლა ასეთი შეკითხვა მაინც შეჯერებით ვერ გავშორდით, ლიტერატურამდე ვერ მივედი. მთავრობის წევრები პატიაშვილის გარდა რატომ არ გადადგნენ? შემდეგ ახალგაზრდობაზე, მაგრამ ერთი მეორის თითქოს არ ეთანხმება. შემდეგ მოსდევს, როდის აიღებენ ორჯონიკიძის ძეგლებს. ახლა ჩვენთან, აღარ მე არ დავმალავ ამაზე ალბათ. თითქოს წერილი უნდა გამოქვეყნება რუსთაველის ყრილობამ დააგვიანა, მე ახლა არ ვიცი. ის ყრილობის ჩატარება მოასწრებს თუ ამის გადაცემა. ან და ამ სახით გაუშვებენ თუ არა ეთერში სწავლეს. რასაც ვლაპარაკობთ. მაგრამ ის წერილი ნამდვილად დაიბეჭდება, ალბათ ის გაზეთი თუ ამოვიდა, რომელიც ყრილობაზე მომიაწვას. პატიაშვილი გადადგა, მართალია. როგორც თვითონ განაცხადა, გადადგა თავის ნებასურვილით, თუ ეს ძალდატანებით იყო, ესეც გაირკვევა არართული. გადადგა და შემდეგ ისიც განაცხადა, რომ ეს რომ ცოდნოდა არ გადავდგებოდიო. ახლა ეს რას ნიშნავდა, ჩემთვის ცოტა გაურკვეველი დარჩა. თუ ბარები იხმარეს, რომ ცოდნოდა არ გადავდგებოდიო. დაახლოებით, მაგრამ უკვე აფექტია და ისე ლაპარაკობს, რომ მართლაც გასაგებია მდგომარეობა. მაგრამ საერთოდ მაინც ეს ფაქტი თავისთავად ბევრის თქმელია, იმიტომ რომ ჩვენთან გადადგომა მიზანშეწონილი არ არის. გადადგომა მიღებულია საზღვარგარეთ. გადადგებიან იქ უბრალო რამე, რომ შეეშლება ადამიანს გადადგება. იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეუძლია გადადგეს. შეუძლია გადადგეს, ნიქსონი გადადგა ბოლოს. იზოლებული გახდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნა. ჩვენთან გადადგომა მიღებული არ არის ეს პატიაშვილის ფაქტის პრეცედენტი ალბათ ამ შემთხვევაში. ჩვენთან გადაყენება მიღებული. ეთქობა ბევრის უნდა იყოს ვაჟკაცობა, რომ სანამ გადაახენებდნენ, ბევრმა თავის სურვილით დატოვოს. იმ ყრილობაზე რამდენადაც ვიცი, დასმულ ასეთი საკითხიც, რომ ეს ხალხი, რომელიც დეპუტატები არიან, მაგრამ მონაწილეობა ნერვს უნებლიეთ მიღებული აქვს 9 აპრილის ტრაგედიაში, თავისი ნებით გასულიყვნენ დეპუტატობიდან. ეთქობა ეს ამათმა ვერ გაბედეს თუ რა იყო და სხვემაც არ დაუჭირეს მხარი, რომ ეს ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვართ და ერთმანეთს ასე არ უნდა ველაპარაკოთ და სხვა. ყოველ შემთხვევაში ნახოთ რა მოხდება. როდის აიღებენ ორჯონიკიძის ძეგლებს? ორჯონიკიძის ძეგლებს როდის აიღებენ მართალი გითხრათ არ ვიცი. ის დიდი ძეგლი, რომელიც თბილისში დგას, თავისუფლად შეუძლია წაიღონ თქვათ ჩრდილოეთ კავკასიაში. თუნდაც აფხაზეთში, იმიტომ აფხაზეთს როგორც ამბობენ 21 წლამდე მართალია უფუნქციო დამოუკიდებლობა ორჯონიკიძემ მიარჩა უზერი და ჭაკონებით. საერთოდ ძეგლები, ახლა გადადგომა იმ კაცის სინდისია და ძეგლები აქ თვითონ ვერ გადადგებიან. ამას ცოტა მონდომება უნდა. იყო ასეთი, მე ძალიან კარგად მახსენდება, 93 წელს დღესასწაულეთ რუსეთთან ის გადაღებული ტრაქტატი 100 წლის წინ, 200 წლის წინ. ძალიან დიდი მასშტაბით, დიდი პომპეზურობით ჩატარდეს და განსაკუთრებით თბილისმა იზრდება.
ახლანდელი მოედანი, რესპუბლიკის მთავარი მოედანი, სასტუმრო ივერის წინ აჭრელებული იყო სურათებით. სასტუმრო ივერია იყო გახვეული პლაკატებში. იქ უცხოელები იყვნენ, მაგრამ როგორი ხედავდა პანჯრებიდან წარმოდგენა. მთელი თბილისი მოფენილი იყო ჩერნეკოს, ანდროპოვის, რაშიდოვის, ალიევის სურათები. არავის არ გახსენებია, რომ ვინც იმ ტრაქტატს მოაწერა ხელივე ერთი ერეკლეს პატარა სურათის გამოეტანა მოაწერა. და თუნდაც ალიევის გვერდით აიგო. რა სიტყვით ქართულ ფენომენზე. ახლა ეგ მე თვითონ წამწლია სულმა, მაგრამ მე აქ სალაპარაკო არ არის. და აქ ვერ გადავწყვეტ ამ საკითხს. ქართულ ფენომენზე, ქართულ ხასიათზე ძალიან ბევრი დაიწერა. ძალიან ბევრმა სადა რომ რაღაც ამოსავალი წერტილი ეპოვნა, ან გამოეყო ძირითადი ნიშან-თვისება საერთო ხასიათიდან, ან კონკრეტული ფაქტი და ეს სუსტები და ქართული ხასიათის და ქართული ფენომენის საერთოდ. უძნელია მრავალგვარია. ახლა თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენთან რელიგიამ აღორძინების ხანაში რელიგია, მაგრამ ახალგაზრდები ეტანებიან ეკლესიას. რამდენადმე ეს თითქოს ჩანს, რამდენადმე თითქოს გავს რომ მოდას არიან აღოლები, მაგრამ თლად ამის თქმა ძნელია, მარტო მოდით არ არის. ძირითადი პირობა ის არის, რომ ქართულმა ხალხმა გააიგიავა ეროვნულობა და ეკლესია ერთმანეთთან. ყველა შეგნებული რელიგიური მოღვაწე ამას უყურებს, ამ ფაქტში, ამ საერთოს ხედავს ეროვნულსა და ეროვნულობასა და რელიგიას შორის, ამიტომ ბევრმა მიაშურა იქით. ბევრი წინადადება არის ეკლესიების აგებისა, რამდენიმე ადგილზე შენდება. ჩვენ ვაყენებთ კანთიაჭი და მეც წამოვჭერს წინადადება რომ დაანგრეული ეკლესიების სანაცვლოდ ქუთაისიც აგებული იყო რაღაც, თუნდაც თუ ეკლესიას ვერ გავედავთ, ამერე ასე წერეობენ. რაღაც ავაშენოთ რიტუალურ სახლი, თუნდაც კორწინებით დავარქვათ, თუნდაც რაღაცა, რომელიც დაემგონება ეკლესიას და ქალაქს ხის შესანიშნავი ერთ შემატებს, იმიტომ რომ ისეთი საუცხოო და თითით საჩვენებელი ნაგებობა ამ ირაკლი ბაზაძეს იმასაც პასუხობთ ამ ლაბარაკში. ქუთაისში არ აქვს. ალბათ მემორიალი არის, მაგრამ არც სამოქალაქო ნაგებობა, ქალაქს ახალი ხელმძღვანელობა ყავს, ალბათ ფიქრობს ამაზე. არც სპორტიული ნაგებობა. და რაღაც ისეთ ხოვინერი ყავს, რომელსაც კაც მიიღონ და ეტყვი რა, ქუთაისში რა დგას. დღემდე სტუმარი და უცხო კავკავს ბაგრატის ტაძარზე, რომელიც დიდი ხანია დაინგრა. დაანგრევას უნდა ეძებს, დიდი ხანი აშენდა, 10 საუკუნე აშენდა. რაღაც შემნაცვლებელი უნდა მოიძებოს. ალბათ. რაც ეხება ამ ქართულ ფენომენს, ქართულ ხასიათს. ამ ეკლესიიდან მინდა დავიწყე, რომ ქართულ ხალხს ღმერთი და ქრისტე იმდენად არ წამს, რამდენადაც სული, მაგრამ ეგეც არაცნობიერად არის. იმიტომ არის ჩვენი ტრადიციები სულთან დაკავშირებული, გარდაცვლის პატივისცემასთან დაკავშირებული, სასაფლაოების უცნაურობასთან, რომელიც ზოგიერთ სასაფლაო უკვე ასახლებს და ემგვანა განსაკუთრებით გარეუბნებში, პროვინციებში, ჩვენი სადღეგრძელოებით სადაც არის ეგ გამოჩნდა, სულის არსებობა თითქოს იწამეს. მე ასეთი ფაქტის მახსენდება, რომ ერთ გადაღების დროს, უბრალოდ ადგილების არჩევის დროს არ დავასახელებ იმ სოფელს, ქუთაისთან ახლოს მოხდა. ასეთ სასაფლაოს ვათვალიერებით მე, ვახტიელ და შეგელაიას კერძოდ. მაინტერესებს ვათვალიერებით ამ სახლებს, საფლავებს. შიგნითები იწყო რაღაც. მაგრამ ერთმა ფაქტმა გამოუცა, პოსტალიონი მოვიდა და გაზეთები იტანა ეკლესიაში. მე ვთხარი, თუ ჩვენ ვთხარით რა საკეთებთ თქვენ გაზეთებსთან, აი იქ მივიტანებ, კაცი ვაქვთ, არ იქ. მე ვთხარი სახში არ არიან თუ აქ რატომ მოვაc სასაფლაო. კაცო, არაო, სახში სხვა გაზეთებია გამოწერილი, ეს ამისია.
სხვა ამაზე უფრო ახლა ტელევიზორებით უდგა ზოგიერთ საფლავზე მე ნახეს. რადიოფიცირებული ეს ნიშნავს მაინც ქრისტიანული წესიერი არ არის. ის კაცი ვინც ამას ჩადის შეიძლება ეკლესიაში არ შევიდეს, მაგრამ იმას რაღაც წამს. არ ცნობიერად ან ანაცნობიერად სურის არსებობა წამს. ეს არის ქართული ფენომენი. ქართული ფენომენია ისიც რომ ჩვენ რა გვაქვს სატრაბახოს თქვათ სიმღერა. სიმღერა შექმნა ალბათ ვაზის სიყვარულმა. სიმღერა შექმნა ალბათ ღვინო. სხვისგან განსხვავებული, განსაკუთრებული და მართლაც რომელიც არ არის შეიძლება და ყველას ჩვენ ამ საკითხს გაიზარდოს სიმღერა. სიმღერა ალბათ ამ ეკლესიამ შექმნა და ამ მარტოობამ სევდა ცისფერმთებმა ესე ფილმზე ლაპარაკი უკვე ის წინასწარ მეტყველა იც გრევა ამ ფილმში გაუგებრად სოფლიო აღერვა მაგრამ გაინტერესებს თქვენი მომავალი კინოსცენარი განსაკუთრებით ელდარ შენგელაისთან თანამშრომლობით აი ახლა მივუახლოვდი მემორ ლიტერატურას ჩვენ მე ელდარ შენგელაისთან უკვე დაწერილი მაქვს სცენარი უკვე კარგახა სცენარი ჩაშვებული არის წინა მოსამზადებელ სამუშაობაში მაგრამ ისეთი უვლენებმა წინ უსწრო ყველაფერს და ელდარ შენგელაიმა ვერ მოიცალა მის გადასახადად უბრალოდ რომ დაიждდეს იქ და იმ სცენარზე მეც სამუშაო მაქვს თვითონ სცენარს ძალიან საინტერესო ალბათ როგორც სხვებს მოეჩვენათ მაგრამ კიდევ უნდა დამუშავება და ამიტომ ჩვენ ერთად ვიყავ შევეხარეთ და ხოდა როგორ მოხდება ეს არის ელდარი ეროვნულ ფრონტს ხელმძღვანელობს თითქმის ძალიან განიცადა ის ყრილობაც ცუდათაც ყოფილა რამდენადაც ვიცი და რავი ჯობია მაინც კარგი კინო გააკეთოს ალბათ საბოლოო ჯამში და ამ საქმესაც არ ჩამოშორდა მე ქალაქის ხელმძღვანელობა თუ თანახმა იქნებიან ელდარმა თვითონ განაცხადა სურვილი რომ მე მინდა ქუთაისში ჩავიდეო ყრილობის დაწყებამდე და ველაპარაკო თუ სურვილები იქნებიან და მომისმენენ ველაპარაკოთ საჭირო რომ თუ საკითხები ეს ყრილობაც იქნება ბატონო რეზო ესე იუმორის გარეშე უიუმოროთ კაცი ახლა დღევანდელ დღეს თვითმკვლელობას უდრის მე თქვი მართლა ერთად როგორ გავიგოთ ეს ბაზა თქვენ ვადიხსენდით როგორ წერას როდესაც ახლა თქვენი რედაქტორობა დაემატა კატიად მე დაინტერესებული მკითხველი ყავს და არ დადგა თუ როგორ ჟურნალი თქვით ქუთაისზე ხო ესე იგი უიუმოროთ მაშინ იუმორის გარეშე მართლა ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია იუმორი ბოლო არის ღიმილი და ერთხელ ინტერვიუს ჩავმართეს და დავწერე რომ ადამიანი და ცხოველი ერთმანეთისაგან ძირითადად განსხვავდებიან ღიმილით ეს ყველაფერი აქვს ცხოველს მწუხარებად შეუძლია მოხატოს ტირილიც ციცილიც ზოგიერთ ცხოველს ლაპარაკობს მაგრამ ღიმილი ცხოველს არ აქვს ეს დავწერე და გონი გამოქვეყნდა კიდევაც და მე ჩემი აღმოჩენა მეგონა და თუმცა ამაზე რამდენიმე ინსტიტუტი მუშაობს საზღვარგარეთ ამ საკითხზე ეს დიდი ხნის დამტკიცებული ყოფილა რომ გარდა ღიმილის კიდევ რაღაც განსხვავებული ნიშნებიც აღმოჩენილა ბევრი ლაპარაკი იყო ქართულ ენაზე ეგრევე ხო ქართული ენის ამიტომაც ვამბობთ რომ ლაპარაკი გაცილებით მეტია ვიდრე საქმე ქართულ ენაზე ბევრი კეთდება ბევრი გაკეთდა მაგრამ ერთი ალბათ ეს ყველა გადაუჭრელი პრობლემა არის ახლა აქ ლაპარაკი ძნელია მაგრამ თავის დროზე ალბათ არ იყოს სწორი ისდებულება რომ ქართულ სალიტერატურო ენად საფუძვლად დაედო კახური და ნაწერული იმერული ეთქობა ჯერ სალიტერატურო ენა ბოლომდე ჩვენ გააზრებული არ გვაქვს ჩამოყალიბებული არ გვაქვს ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად უნდა დაედოს ყველა კუთხის ლექსიკა გამოსულია 8 ტომებული ქართული ლექსიკონებსა განმარტებითი ლექსიკონებსა სადაც ყველა სიტყვა რომელიც აქედან უმრავლესი საერთოდ არ არის დადასტურებული ლიტერატურაში იქ მონათებულია როგორც კუთხური იმის
სანაცვლოდ რომ ენა გამდიდრდეს, თუნდაც კუთხურით დიდი ხანია რამდენი ჟარგონს უძახი. ზოგიერთ სიტყვებს ლიტერატურაში ეს უნდა შევიდეს, რადგან ნელი პროცესით ხდება. ძალიან სავალალო მდგომარეობაშია მეტყველება. ძალიან ცუდად მეტყველება, განსაკუთრებით ტექნიკური დარგის მუშაკები. ჩვენ ინტელიგენციაც, ლიტერატურები, მწერლებიც არ არსებობს პროფილაქტიკაში შესული კაცი, რომ ერთი სიტყვა ლექსიკური მარაგიდან გარდაზმების საქართველოს. ყველა სიტყვა სხვა ენიდან არის მუდმივი. ვერ ვახერხებთ რაღაცნაირად. საოცრად ეს არ გულის მომკვლელია, მე ვცდილობდი კახეთში, თითქოს და ქართლში. აი მუშაკაცი, ხელოსნები ქართულ სიტყვას თითქმის აღარ ხმარობს. იქამდესაც კი რომ ლურს მისახელ ვერ ვათმენებას, მაინც გვოზდებს იძახი. მე ვფიქრობ, რომ ქართველი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა თქვას სიტყვა და მაინც ხმარობს იმ სიტყვას. კადნიერებას რო არ ვილავთ, მე თვითონ გავკადნიერდებ და მიმაჩნევს უზრდელობა. კაცი, რომელიც გისმეს და ასეთი ძირძველი ენა გაქვს, ასეთი რთული თავის სინტაქსით, ლექსიკით, ის ვერ უნდა მიხვდეს რაზე ლაპარაკობ. ამასთან ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დგება ქართველმა მწერლებმა ძალიან თამამად, კაბედულად უნდა შეიტანონ ქართულ ლიტერატურაში, ქართულ მწერლობაში მეგრული სიტყვები, სვანური სიტყვები და კუთხური და დიალექტური სიტყვები, რომელიც ახლა დაგარულია. ეს გაამდიდრებს რასაკვირველია ქართულ ენას და შეუწყობს ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების, ქართული კულტურის გაერთიანებას. რუსთავის საზოგადოებაზე ვილაპარაკეთ. ლიტერატურის საქართველოს ბოლო ნომერში იყო გამოქვეყნებული ასეთი წერილი, რომ ნორილსკიდან აპირებენ რუსების გადმოსახლებას ყიბულში და ქუთაისში. ეს რამდენიმე წლის წინ მიღებული დადგენილებაა და საუბედურო ჩვენ ამას ახლა ვგებულობ. მე პირადად გუშინ გავიგე ლიტერატურული საქართველოს მომიტანეს და სამაკუთრეს ამაზე რა სიტყვით. ჩვენი საზოგადოების, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრებმა ამაზე ვიმსჯელეთ და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რაც კი ხელგვეწიფება და რაც კი ძალა გვაქვს, რომ არ დაუშვათ და არ ჩამოასახლოთ ჩვენ ქალაქში, არც ყიბულში ეს ხალხი, მაგრამ თქვენი როგორც მწერალის, ქალაქის და ერის პატრიოტის აზრი გვაინტერესებს. უნდა ჩამოასახლოთ ისინი თუ არ უნდა ჩამოასახლოთ და როგორ უნდა ვებრძოლოთ იმათ არ ჩამოასახლებებს. ჩემი აზრი იგივე, რაც თქვენი აზრია და რასაც თქვენ ფიქრობთ. იმას ვფიქრობ, მეც ხარია სხვა აზრი აღარ არსებობს. ამაზე გარკვევით გარკვევით თვითონ ზევდგომი ხელმძღვანელები ამაზე გარკვევით განუწყვეტლივ იზახიან, რომ ჩვენ არ ვაქვს არც ერთი ტყაველი თავისუფალი მიწა და სადასახლებენ არ ვიცი. და მე მგონი ამ ფაქტსაც დაზუსტება უნდა. ისეთ სოფლის პრობლემა. სოფელი რასაკვირველია, მთავარია სოფელი არ უნდა გადაგვარდეს და კლეხის ფსიქოლოგია არ უნდა დაკნინდეს, არ უნდა დაეცეს. და საერთოდ სოფელში არც უნდა იყოს ჩემი აზრით ბევრი ცხოვრები და ბევრი მოსახლეობა. იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც ენერგეტიკული კრიზისი დადგება, ან და როდესაც გვიახლოვდებოდა სანამ შეცვლიდა სოფელში გაზი, ელექტრონი, მანამ ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო ჩვენი სოფელი და შეიძლება სრულიად გაჩანაგებული იყო დღეს და წყალის და ყველაფერით. და მოწინავე ქვეყნებში, საზღვარგარეთ ევროპაში განსაკუთრებით, მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობაში ძალიან მცირე პროცენტია დასაქმებული. მაგალითად და სარეკორდო ალბათ ჰოლანდია, მე ასეთი ინფორმაცია მომწდა, რომ ერთი კაცი სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ერთი კაცი ამაყობილებს 101 სულს მოსახლეობისას. ისე რომ თუ ეს კომპაქტურად იქნება განლაგებული და თუ სწორად იქნება ორგანიზებული, ძირითადი მოსახლეობა ქალაქში უნდა ცხოვრობდეს, რასაკვირველია და სოფელი მაინც სუფთა უნდა იყოს. სუფთად უნდა იყოს შენახული. რასაკვირველია კლეხის ფსიქოლოგია სავალალო გადაგვარდა და აღარ დააროს. შრომა აღარ დამუშავება, აღარ ჯერავთ. ახალ წამოწყებსაც კი.
თქვენი განთიადის შესახებ რა თქვენ განთიადში დაბეჭდი უსპესკის ნაწარმოებზე რა აზრი გაქვთ თქვენ თვითონ ესე მოგწონთ თუ არა ეს რომანი და სოუსპეციალის ჯიხურებში თქვენი ჟურნალები არის შეერებოდა რა შესახებ უსპესკის რომანზე დაბეჭდი რომანზე ალბათ არაფერი არ უნდა ვთქვა მე ჯერ არ დაბეჭდილა ხოლო ძალიან მცირე ნაწილია დაბეჭდილი და ჩვენ ვაპირებთ ამის გაგრძელებას ამას რასაკვირველია ჰქონდა კომერციული ხასიათის და მკითხველის მოზიდვისაც საერთოდ მე წაკითხული მაქვს ბოლომდე რასაკვირველია სადაც დაიბეჭდა იქ და თანაც ის ნაწილი რომელიც დაიბეჭდა ეს გამოგვეხდა ალმატაში ყოველ შემთხვევაში მე ავტორს ძალიან ცუდად შევხვდნენ ამ რომანის გამოქვეყნების გამო რუსულ პრესაში ძალიან აშკარად თავს ესმოდნენ და მეც პირადად არა ვარ აქტუალებული და არც ვხვდები ინტერპრეტაციაში მაგრამ ბეჭდა რა ხალხს უნდა კითხველს ჭირდება და დაიბეჭდოს ერთადერთი ნაწარმოები ალბათ ამ ბოლო დროს სადაც ასე თუ ისე ცდილობს რომ ობიექტურად შეაფასოს ადამიანური თვალთახედვით დაინახოს ვიზე წერს ნუ სტალინი კერძოდ რაზეც ხარ დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე თბილისსა და ქუთაისში თუ ერთი დაიდგმება ალბათ ქუთაისში არა ისეც კონკურსში გამარჯვებულის ნუ ეს ხატვის გამოგზავნილი ბარათია ცხადები და ასე ლამაზ და ჩვენ ვერ ვწერთ ოდა თბილისში იდგმება ეს უკვე გადაწყვეტილია რამდენადაც ვიცი ქუთაისშიც გადაწყვეტილია მაგრამ მეც მინდა ჩვენ არამე ხელს არ შევუშლით ამაშუკელის ჩანაფიქს მითო გადაწყვეტილია და კონტრაქტი გაფორმებულია მაგრამ მე ჩემი სურვილია მაინც რომ გამოიტანოს ეს და იმიტომ კი არა რომ ჩვენ ანუ ვარყოფთ ან შევხედოთ მაინც საზოგადოებამ ნახოს წინასწარ იქნება რამე შესწორებაც შევიტანოთ იქნებ რაღაც ურჩიოთ მე მგონი სასურველია მაგრამ რაც შეეხება ამ მოთხოვნას ეს ფიქრო რომ გადაწყვეტილია და ახლა ამაზე როგორც ვატყობ ზედმეტი ელაპარაკ დავარია სად დაიდგმება როგორ შეირჩევა ადგილი და როგორ შეაფასებს საზოგადოება უნდა ნახოს ქუთაისის საზოგადოებამ დაიდგას შეხედოს და უყუროს ცოტა ხანი შევეჩიოთ უბრალოდ ცოტა როგორც ცნობილია რესპუბლიკაში მიმდინარეობს ეროვნული საკითხისა საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საათი ვერ დავწუდი ხელი რაღაც მეც გამიჩნდა ესე იგი მიმდინარეობს ეროვნული საკითხისა საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ბატონო რეზო თქვენი აზრით აუწყობენ თუ არა საქართველოს პარტიული ხელმძღვანელები მხარს აბის უნდა ვივარაუდოთ და ვიმედოვნოთ რომ აუწყო მაგრამ ეს მაინც ისე არ მოხდება როგორც ჩვენ მინდა მის და ცხრის ერთად ზომა მაინც არ გამოხდება მიგაჩნიათ თუ არა საქართველოს პარლამენტში ჯერ რომელიც არ არის ალბათ ჩატარდება არჩევნები უფრო აღარ დონეზე უფრო ობიექტურად უფრო ხალხის ხარდაჭერით უფრო მეტი და ფართო საზოგადოების მოწვევით და მომავალ პარლამენტში ან როგორც საბჭოში უმაღლეს საბჭოში ღირსეული ხალხი მოხდება და მათ შორის შეკითხვა ამაზე არის არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებიც ალბათ თუ ისინი უარს არ იტყვიან მაგრამ მე რამდენადაც ვიცი მათი მოწოდება უმრავლესობის თუ ძირითადი ნაწილის არა რომ ჩვენ უარი ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობას და სხვებსაც მოუწოდებენ უარი ვთქვათ თუ ამას გადაიფიქრებენ ალბათ აქ იქ რა ბევრ შესაძლებლობა რომ მონაწილეობას მიიღონ და არჩეულიც იქნან ალბათ 1988 წლის მე-7 ნომერს ცისკარში გამოქვეყნებული აკაკი ბაქრაძის ინტერვიუში გამოთქმული შეხედულებები და თქვენი და ჩემი შეხედულება ალბათ. ნუ ეგ ახლა შეიძლება უკვე ამდენი დროც აღარ არის ჩვენი ლიმიტიც იწურება, მაგრამ ეს მაინც სუფთა ლიტერატურას ეხება. თუ იმეს გაქვთ ის წერილი დაგეთხოვილი ის ინტერვიუ კონკრეტულად შეგვიძლია. საინტერესო იქნება, რასაკვირველია ჩემი აზრით.
იქ ძალიან მკაცრად არის საკითხი დაღენებული. ძალიან მკაცრად არის გაკრიტიკებული ქართველი მწერლები. წერლობს კერძოდ ქართული მწერლები, ქართული მწერლობაც. გამოთქმულია რამდენი მოსაზრება ისეთი ფუნდამენტალური ხასიათის, რომელსაც მე პირად არ ვეთანხმებ. და ვერასოდეს ვერ დავეთანხმებ. მე ჩემდა ცოტა გაოცებაც კი გამოიწვია იმის გამო ქვეყნება. ახლა ჩვენ ამას თავი ვერ განვიხილა მთლიანად, მაგრამ იყო რომ სასურველი იყო ჯეროვანი პასუხი. გაცემოდა თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ ან დათანხმებოდა ვინმე ან უარყოფა. უარეხ. აქედან ის გვაფიქრებს რომ საზოგადოებაში, საქართველოში, მწერლობაში, ქართულ კრიტიკაში ახლა არ არის ის პიროვნება, რომელიც თავის პოზიციას გამოამჟღავნებდა ამ წერილს მიმართ. აქ ერთი ძირითადი დებულება ის არის რომ მწერლობა არ უნდა ასახავდეს ხაზრული მწერლობა არ უნდა ასახავდეს სინამდვილეს. ეგ არ არის სწორი, ჩემის აზრით. მწერლობა ასახავდა სინამდვილეს და მწერლობა ასახავს ყოველთვის სინამდვილეს და მწერლობის ძირითადი მოვალეობა სხვა მოვალეობასთან ყველაფერთან ერთად ეგ არის. სწორედ ეგ არის. მწერლობა იმდროინდელ ყოფას, იმდროინდელ სინამდვილეს რომ ასახავდა, იმიტომ იყო დიდი მწერლები გოგოლი, ჩეხოვი, ტოლსტოი, დოსტოევსკი. ვერსად ისე ვერ რუსულ ყოფას, ვერც ისტორიაში, ვერც სახელმძღვანელოში, ვერსად ვერ ნახავთ, ვერ მოიკითხავთ რუსულ ყოფას, რუსულ სულს, როგორც გოგოლთან, როგორც ჩეხოვთან. მაგალითად მოყვანილი არის რომ დონ კიხოტი არ ასახავს რომ ის არის პერსონაჟი რაღაც განხილებული სინამდვილეს არ ასახავს. ჩემის აზრით კი დონ კიხოტი იმიტომ დაიწერა, იმიტომ შეიქმნა რომ ასახავდა იმ დროინდელ ყოფას, იმ დროინდელ განწყობილებას ესპანეთისას. ასევე ფანტასტიკური მწერალია ფანტაზიებში გადასული კავკაც, მაგრამ კავკაც იმ დროინდელ განწყობილებას, იმ დროინდელ წერილს ასახავს სულიერ განწყობილებას ეპოქისას და იმ ქვეყნისას, სადაც იგი მოღვაწეობს. და დონ კიხოტი კი იმიტომ დაიწერა, იმ წიგნების წინააღმდეგ დაიწერა, რომელიც წიგნებიც, რომელიც წერილებით ვერ ხედავდნენ სინამდვილეს. და ალბათ არ ექონდა სინამდვილე. იმათ წინააღმდეგ დაიწერა დონ კიხოტი, ამიტომ ამის საბუთად არ გამოდგა. იქ სხვაც ბევრია სადავო, ეგ ბუნებრივი პროცესია, ბუნებრივი ამბავია ჩემი მხრიდანაც, ხვის მხრიდანაც და ალბათ შეიძლება ამაზე კამათი თუ რო იყოს და საშუალო. მასაც გიკითხებოდათ ამ ბიოგრაფიულ რომანების სერიას სხვა რა. ხო, ეგ საინტერესო ალბათ გამოწვეულია, იმიტომ რომ მე დავწერე რკინის სახკომი. რკინის სახკომი და თან დავაწერე რომ ეს ალბათ ცოტა თავით დავიწყე რომ მასალებია მომავალი მუშაობისათვის. მართლაც მასალები ამოუწურავია თვითონ შემოქმედება და ცხოვრება სერგო ორჯონიკიძეს მოიცავს ძალიან ეტაპობრივ პერიოდებს. და ძალიან რთულია ყველაფრის ამის თუნდაც ამ ნაკვეთებად დაყოფა და დაწერა. პირველი ეტაპი თუნდაც ილიას მკვლელობით დამთავრებული. მეორე რევოლუცია, მესამე საქართველოს დამოუკიდებლობა, მეოთხე 24 წელი, მეხუთე 37 წელი. ხუთი ნაკვთიდან შეიძლება გაიღოს მისი ბიოგრაფია არც თუ ხანგრძლივი სიცოცხლე. 50 წლის ასაკში მან დაამთავრა ცხოვრება და რაც ხომ ვერ შეძლო, მან მოახერხა ის რომ აღარ მიიღო მონაწილეობა შემდეგ სასაკლაოებში, აღარ მიიღო იმ მონაწილეობა რაც უნდა მოხდარიყო, რასაც გზნობდა და რასაც გზნობდა შეიძლება თავის დანაშაულსაც და თვითონ გამოუტანა თავის საკუთარ თავს განაჩენი. ეს როგორც დღევანდელი სიტუაცია გვაჩვენებს, არც იოლი არის, არც იოლი გასაკეთებელია, არც იოლი გადასაწყვეტი ყოფილა. და ამას ორჯონიკიძეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გვინდა იმას დავაბრალოთ და ავაცილოთ ის საქართველოს რაც უმტრო თავარმა დამნაშავემ, მიუხედავად ამისა, მაინც ეს ღირსება დარჩა, ეს ფაქტი რომ ის გაეცალა და თავის თავს თვით გამოუტანა განაჩენი, მაინც პატარა ამბავი არა და პატარა ფაქტი არ არის.
ნუ მამით ბუნებრივია მეგობრებო, რომ თქვენ თვითონაც ამჩნევით ალბათ, ძალიან ბევრი შეკითხვა მოვიდა და უბრალოდ შეუძლებელია ესე იგი ყველა მათგანზე პასუხის გაცემა, ალბათ რეზო ნანობს იმას, რომ დრო მეტი არ არის, ჩვენც ნანობთ, მაგრამ უბრალოდ ეს ყველა როცა ვიკითხო, ჩვენ დრო მაინც ამოიწურება, ორი კასეტა გათავდებით. მაშინ ალბათ თქვენ რა იღლებთ ამ სიცხეში? ალბათ ისიც ბუნებრივი იქნება, რომ თქვენი სახელით ან თქვენ თვითონ გამოხატავთ ამ ამბავს, მადლობა გადაუხადოთ რაღაცნაირად პატიციონი წერას. Jangan disapit,